მშვიდობისა მოგესალმებით. დღეს არის 4 მარტი, სამშაბათი დღე, 9-ის ნახევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტუდიაში ვიქნებით მარიამ ჟავანაძე, სალომე სურმაინძე, ჩვენს დიდ გუნდთან ერთად და ჩვენ ვიწყებთ გადაცემას სახელად დილის ტალღა. მე მგონი ეს ყველა მიცის. გაგვთ მიზეზი იმისთვის, რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად, მე სასიამოვნო ბედნიერ და მშვიდობიან დილას გისურვებ, თვალი გადავავლოთ მოკლე ანონს, თუ რაც ვიხილავთ დღევანდელ 2 საათიან გადაცემაში. 1678 წლის 4 მარტს დაიბადა ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე, ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრის ფუძემდებელი, რომელმაც გავლენა მოახდინა ვიოლინოს ტექნიკის განვითარებაზე, ანტონიო ვივალდი. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. გემრიელი დღის დასაწყებად მოამზადე და დააგემოვნე ხიზილალიანი ბლინები ქეთა თხილაიშვილთან ერთად. 22 წლის შემდეგ კვლავ ტრიუმფი. ედრიან ბროუდი ოსკარის გამარჯვებულია კატეგორიაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ფილმისთვის ბრუტალისტი, როგორია წლევანდელი ოსკაროსანი ვარსკვლავების სია. დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. გადაცემის მეორე ნაწილში დასრულდა თუ არა ყინვებისა და წვიმების სეზონი. გაიგეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. ყველაზე აქტუალურ სპორტულ ამბებს ჯიჯი მოგიყვებათ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რამდენად იოლია ემოციების მართვა და მძაფრი ემოციების შედეგთან გამკლავება. რა მექანიზმით ახერხებს გარემო ჩვენზე ემოციურ ზემოქმედებას და როგორ ვისწავლოთ მათი მართვა. ფსიქოლოგი გირჩევთ. გადაცემის მესამე ნაწილში დილით ამ წეს ჯიხურიდან მრავალტონიანი კონსტრუქციების მართვა, საღამოს კი ქართული მუსიკის ჰანგებზე ცეკვა. გაიცანით ქალი, ვისთვისაც ჩარჩოები არ არსებობს. სტერეოტიპები და პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების მიმართ. რა არის დისკრიმინაციის ძირეული მიზეზები და როგორ მოქმედებს ეს სტერეოტიპები ქალთა შესაძლებლობებზე კარიერაში, განათლებასა და პირად ცხოვრებაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძვირფასო მაყურებლებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დღეს 4 მარტია, როგორც აღნიშნეთ და ტრადიციული რუბრიკით ვიწყებთ. დილიდან უნდა გადავავლოთ თვალი თუ როგორი ამინდი იქნება. უკვე გაშრა შესაძლებელია. ტრამვების გარეშე გადაადგილება. მართალი ყოფილა კობა, რომ ესეთ თოვლს, რომელიც არის მიყრილი, მოყრილი და ძალიან ბევრი შველის წვიმა. დავიწყოთ ამინდით, მოკლედ ბათუმში +9 გრადუსი იქნება დღეს. ეს იქნება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა და სხვათა შორის დღეს როგორც მივხვდი აღარ წვიმს. ქობულეთში დღეს 10 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ქედაში 9 გრადუსის სითბო იქნება, ასევე +9 არის მოსალოდნელი შუახევში, ხულოში 6 გრადუსის სითბო, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე დღეს +2 იქნება. საკმაოდ მოიმატა ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთში. საგრძნობლად ოზურგეთში +9, ურიგში +11, ლანჩხუთში +10, ჩოხატაურში +9, რაც შეეხება ბაღმაროშიც დათბა და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +1 გრადუსი. დღეისთვის ფოთში მოსალოდნელია 11 გრადუსის სითბო, ანაკლიაში 10 გრადუსამდე გათბება ჰაერი, სოხუმში დღეს 8 გრადუსია მოსალოდნელი, +10 იქნება ზუგდიდში. კოპიტნარში 9 გრადუსი, ქუთაისში +10, საირმეში 7 და ყველგან კაშკაშა არა, მაგრამ მღრობელნარევი მზე. მესტიაში დღეს მოსალოდნელია 5 გრადუსის სითბო, ბორჯომს რაც შეეხება, დღეს 7 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ბაკურიანში კი მაქსიმალური ტემპერატურა 3 გრადუს სითბოს მიაღწევს. აბასთუმანში +5-ია მოსალოდნელი. ახალციხეში +6, ასევე გორშიც +6, ცხინვალში +5, თელავში კი 8 გრადუსი. ეს იქნება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში. და ბოლოს დედაქალაქი თბილისი დღეს 10 გრადუსის სითბოა მოსალოდნელი. 4 მარტის ამინდის პროგნოზი ამგვარი იყო, როგორც ვნახეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექვა ამინდი იქნება. ვფიქრობ, მაღალი ტემპერატურა დაადნობს ამ თოვლის საფარს. იმედია. ესეთი გორები გვაქვს ქალაქში, იმედია.
იმედია დადნება. კი, ნამდვილად გორაკებია, ჩვენი სინოპტიკოსი მალევე შემოგვიერთდება გრძელვადიანი პროგნოზით და მე ვიცი რომ დამაიმედებელია ეს გრძელვადიანი პროგნოზი, მარტი საკმაოდ თბილი გვექნება 20-25 გრადუსიც კი დაფიქსირდება უგუშინ გვითხრა კობამ და დაველოდოთ მოკლედ ამ ყველასთვის საყვარელ რუბრიკას. მანამ კი გავიგოთ როგორია ეროვნული ვალუტის კურსი დადგენილება დღევანდელი დღისთვის 4 მარტისთვის. 4 მარტის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 79 თეთრია. 4 მარტს 1 ევროს 2 ლარად და 90 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 51 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 258,981 ლარია. 1 ეთერიუმს 6788 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1700 ლარი. და ტრადიციული რუბრიკები ვახსენეთ მარია, ჩვენს გადაცემაში ყოველდღიურად დღის კალენდარს გადავავლებთ თვალს თუ რა საინტერესო მოვლენებით შევიდა ისტორიაში. ამჯერად 4 მარტი რუბრიკა ამ დღეს. 1678 წლის 4 მარტს დაიბადა ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე ანტონიო ვივალდი. ვივალდი არის სოლო ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრის ფუძემდებელი, რომელმაც გავლენა მოახდინა ვიოლინოს ტექნიკის განვითარებაზე. ვივალდი ცნობილი იყო როგორც კომპოზიტორი, რომელმაც 5 დღეში 3 მოქმედებიანი ოპერა შექმნა და ერთ თემაზე უამრავი ვარიაცია დაწერა. წელიწადის დრონი ითვლება ვივალდის ყველაზე ცნობილ და ბაროკოს ეპოქის მუსიკის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად. შეიქმნა 1723 წელს და პირველად გამოქვეყნდა 2 წლის შემდეგ. თითოეული კონცერტი ეძღვნება წელიწადის დროს, რომელიც თავის მხრივ 3 ნაწილისგან შედგება, მათგან თითოეული თითოეულ თვეზეა. ყოველ ნაწილს შეესაბამება თითო სონეტი, რომელიც სავარაუდოდ თავად ანტონიო ვივალდიმ დაწერა. მინდა მოვისმინოთ. კარგად შემოვიდა ეს თავიდან. ეს ხმა მუსიკა. რასასწაულია რა. ესეც ასე. შემდეგ ამბავზე გადავიდეთ. დღეს სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. იგი თავდაპირველად 11 ოქტომბერს აღინიშნა, მაგრამ თარიღი შეიცვალა 2020 წელს. თუ 30-40 წლის წინ სიმსუქნის პრობლემა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული ადამიანებისა და დიეტოლოგების განხილვის თემა იყო, დღეს სიმსუქნე და ჭარბწონიანთა მზარდი რაოდენობა ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ იქცა. განვითარებულ ქვეყნებში მოზარდების 25% ჭარბწონიანია, ხოლო 15% სიმსუქნე აწუხებს. ხშირად ბავშვობაში არსებული ჭარბი წონა დიდობაში სიმსუქნეს განაპირობებს, ხოლო ეს რისკი მოზარდობის პერიოდში 80%-მდე იზრდება. სიმსუქნე ქრონიკული რთული დაავადებაა, ძირითადად ადამიანის არაჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შედეგია, რაც შემდგომ გართულებებს იწვევს და სხვა უფრო რთული დაავადებების გამომწვევი ხდება. პირველ რიგში ჭარბი წონა იწვევს კუნთოვანი სისტემის დაავადებებს, რადგან სახსრებზე და ძვლებზე დატვირთვა იზრდება. მეორედ, ჭარბი წონა ასევე მოქმედებს ჯანსაღი ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობაზე. მესამე კი ორგანიზმში ცხიმის დაგროვება ფიზიკური აქტივობის დაქვეითებასთან ერთად იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს და დიაბეტის რისკს. არავისთვის არის საიდუმლო, რომ სიმსუქნის მთავარი მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც გამოიხატება მაგალითად უმოძრაო ცხოვრების წესში, არასათანადო კვებაში ან მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში. სიმსუქნის და ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზების მთელი კომპლექსის გათვალისწინებით ასევე ცხადი ხდება, რომ ჭარბი წონის პროფილაქტიკა და მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მეთოდებით, მათ შორის სტრესული სიტუაციების აღმოფხვრა, ვარჯიში და რა თქმა უნდა ინდივიდუალური დიეტის შემუშავება.
თარიღი 4 მარტი 1968 წელს ინჟინერთა მსოფლიო ფედერაციის დაარსების დღეს უკავშირდება. ეს დღე აერთიანებს ინჟინრების ეროვნულ ორგანიზაციებს მსოფლიოს 103 ქვეყნიდან. ინჟინერიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2020 წლიდან აღინიშნება. საიდუმლო არ არის, რომ ინჟინრები არიან ტექნიკური ცივილიზაციის მთავარი შემქმნელები დედამიწაზე. ისინი იყვნენ, ვინც შეაგროვეს და მოახდინეს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის სისტემატიზაცია და მათ საფუძველზე შექმნეს ახალი ტექნოლოგიები, სტრუქტურები და მანქანები. ნებისმიერ დროს საინჟინრო საქმიანობის მიზნები იყო ტექნოლოგიების, მასალების ან პროცესების გამოგონება, განვითარება, შექმნა, დანერგვა თუ გაუმჯობესება. ინჟინერია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მეცნიერებასთან და ფუნდამენტური მეცნიერების პოსტულატებისა და გამოყენებითი კვლევების შედეგების საფუძველზე წარმოადგენს სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის განშტოებას. ინჟინრების როლი თითოეული ქვეყნის სტრატეგიულ პოტენციალში უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი აღმოჩენების საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ ტექნოლოგიური პროგრესის მაღალ მიზნებს და შევცვალოთ ამით ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. აქვე მინდა გავიხსენო ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი, მისი ნამდვილი გვარი ქართველიშვილია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი გახდათ. შეერთებული შტატების საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა ამერიკის მეცნიერების ეროვნული მედალი და არჩეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ყოველწლიურად 4 მარტს სათვალეებიანი ადამიანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარშემო სამყაროს ძირითადად სათვალით უყურებენ. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ბევრია სამედიცინო მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედს სხვადასხვა ხარისხით აწუხებს მხედველობის დაქვეითება და ამიტომ იძულებულია ატაროს სათვალე. რაც შეეხება თავად სათვალეების ისტორია, ცნობილია, რომ პირველი ლინზები აღმოჩენილია ტროაში, გათხრების დროს და მათი ასაკი შეფასებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით. მართალია მათ არ იყენებდნენ მხედველობის გასასწორებლად და გასაუმჯობესებლად, არამედ იცვამდნენ როგორც სამკაულს. დეკორაციას. ლინზები ასევე ნახსენებია ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებში. ცნობილია, რომ არქიმედესმა შეისწავლა სინათლის გარდატეხის კანონები და გამოიყენა ბროლი თავისი ხედვის გამოსასწორებლად. ხოლო რომაელმა ფილოსოფოსმა სენეკა ლუციუს ანეუსმა გამოიყენა წყლის სავსე ბუშტი, შუშის ბუშტი მცირე ტექსტის გასადიდებლად და მან ასევე დაწერა პირველი ნამუშევრები მხედველობის კორექტირების შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში კრისტალებსა და ლინზებს იყენებდნენ როგორც მზისგან დამცავ თვალს. ასეთი გახლდათ დღის კალენდარი ამ დღისთვის, 4 მარტისთვის. ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით ლინზების ნაწილი არ მეკონა თუ ასეთი ძველი ლინზები იპოვეს და რომელიც თარიღდება 2500 წლით. ძალიან დიდი მადლობა სალომე, ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და შენ გიყვარს ბლინების ცხობა, მაგრამ თუ გამოგიცხია ბლინები ხიზილალით, თუ მიგირთმევია? არა, სხვათა შორის და უნდა გამოვასწორო. აი, ქეთა თხილაიშვილი შემოგთავაზებს ახლა აი ამ არაჩვეულებრივი კერძის რეცეპტს. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს უნდა მოგვითხრათ ჩემი საფილმო ბლინები ხიზილალით. დაგჭირდება ფქვილი, შაქარი, კვერცხებზე, გამოფხვიერებელი, ხიზილალა წყალი, ზეთი და ცოტა ოდნენი მარილი. მოდი უკვე დავიწყოთ. არ გავწელოთ დრო. ძალიან მარტივია, უბრალოდ ინგრედიენტების შერევა არის საჭირო ერთმანეთში. დავიწყოთ ფქვილით. დაგჭირდება დაახლოებით 1 ჭიქა ფქვილი, ამას მე გავზომავ კოვზებით. ჯერ 2 კოვზი დავამატოთ. ეხლა ავიღოთ კვერცხი. ეხლა დავამატოთ შაქარი. შაქარი დავამატოთ 1 სუფრის კოვზი, იმიტომ რომ ტკბილი არ გვინდა ძალიან. დავამატოთ გამოფხვიერებელი, ცოტა 1 ჩაის კოვზი. დავამატოთ ფქვილი ისევ. ზეთი.
ერთი. და წე. და გავიწყდეს ძალიან ცოტა მარილი. დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი. შევუდრეთ ისევ ქვილის დამატებას. ზუსტად ესეთი მასა გვჭირდება. არც სქელი და არც ძალიან თხელი. ეხლა უნდა გადავინაცვლოთ გასხურასთან და მოვამზადოთ ბილები. მზად არის ბლინები. ნახეთ რა ლამაზი და რა ფაფუკი გამოვიდა ყველა. ხამოდი დავაგეუნოთ, იმიტომ რომ ძალიან მომინდა რომ ვუყურებთ. ესე ნახევარზე წავუსვათ. იზილავა. და სამკუთხედად გადავკეთო. Nice. გავსვინოთ. ძალიან მოუხდა ხიზილავა ჩემს ტრადიციულ ბლინებს. ძალიან სწორი ვქენი რომ ტკბილი ბლინები არ გავაკეთე, იმიტომ რომ ამას ტკბილი არ მოუხდებოდა, უხდება ესეთი. არის ძალიან ფაფუკი, ძალიან გემრიელი. ძალიან მოუხდა ხიზილავას. მარტივად მოსამზადებელია, ყველას ირჩევთ რომ გაიმეოროთ და მიირთვათ გემრიელად. არა მარტო ხიზილავასთან ერთად, სხვა რაღაცებთან, მაგალითად არაჟანი, მურაბა, ჯემი ასე შემდეგ. მომავალ რუბრიკამდე გამშვიდობებით, კეთილი სურვილებით დახვდით. მარტივად და ერთი ხელის მოსლით მომოსმით მოგვიმზადა ბლითები, რომ გინდა რომ აი ამ წუთას ადგე და შენც გააკეთე. თან ჯანსაღი და გემრიელია. სხვათა შორის ხო, კარგი იყო რომ არისო ტკბილი ბლინები და სხვათა შორის მე კარაქსაც დაუმატებდი და ლიმონსაც ჩავასხამდი. ეს უკვე თქვენი გემოვნებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელი ჩემთვის. მოკე, ძალიან დიდი მადლობა ქეთას, ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ეხლა ეთერში ვებ სიახლეების დროა და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, ასე რომ ისაც გაინტერესებთ დეტალები, არ გადაართოთ პირიქით, ჩაუჯექით. მოკლედ, არავისთვის უკვე აღარ არის დასამალი ის ამბავი, რომ გასულ დღეს ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 97-მე ცერემონია გაიმართა. პრესტიჟული კინოპრემია 20-ზე მეტ ნომინაციაში გაიცა. 2024 წელი კინოსთვის ძალიან დატვირთული, საინტერესო და ინოვაციებით აღსავსე იყო. ვიხილეთ როგორც ჰოლივუდის ძველი, საყვარელი სახეების მასშტაბური დაბრუნება ეკრანებზე, ასევე ამომავალი ვარსკვლავების დომინაცია და ოსტატობა. კინოაკადემიამ 2024 წლის საუკეთესო ფილმად რეჟისორ შონ ბეიკერის ანორა აღიარა. აი ესეც ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც მოიპოვა ასეთი აღიარება. გახარებული იქნება ბუნებრივია ანორა იგივე ანი, ახალგაზრდა ქალი უზბეკური სისხლით. ანორა უზბეკურად თურმე ბროწეულს ნიშნავს, დასთან ერთად ქირაობს პატარა ბინას ბრაიტონ ბიჩსა და ცოტა ესმის რუსული ენა. ანორა მუშაობს ბრუკლინის სტრიპტიზ კლუბში, სადაც ნამდვილი ღამის დედოფალია. ერთხელ კლუბს ესტუმრება რუსი მილიონერის ვაჟი, რომელსაც გასართობად სწორედ ანორას შეურჩევენ და აი აქ დაიწყება სასიყვარულო ისტორია ლამაზმანის სტილში, თუმცა კონკიას ამბავი მოულოდნელად დრამატულად განვითარდება.
ანორა ამერიკული ოცნების მითის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეკონსტრუქციაა კინოს ისტორიაში. ამ ფილმს ვუძღვნი ყველა სექს მუშაკს მსოფლიოში აღნიშნა ბეიკერმა კანში გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა: ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების კვლევა იყო. სხვათა შორის ძალიან ბევრი მithმა-მოთქმა გამოიწვია ამ ფილმმა. მე ნანახი არ მაქვს, თუმცა სურვილი გამიჩნდა. ძალიან ბევრი რამე დააბრალეს ამ ფილმს. ერთ-ერთი ესეთი შეფასება იყო რუსული კომედიას გავსო და არ ვიცი, მაინც და მაინც მე ჯერჯერობით შეფასებისგან შევიკავებ თავს და თქვენთვის მომინდია ეს ყველაფერი. ფილმისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ოსკარი თავარი როლის შემსრულებელმა მაიკი მედისონმა მოიპოვა, აი ამ გოგონამ, რომელიც ამ ფილმში თამაშობს მთავარ როლს. საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა. ვიხილეთ ჩვენ როგორ გადაეცა მას ოსკარი. ფილმს ოსკარი ერგო საუკეთესო მონტაჟისთვისაც. მოკლედ ანორამ 97 დაჯილდოების ცერემონიაზე 4 ოსკარი წაიღო შინ. ასე რომ ვულოცავთ ნამდვილად ღირს სანახავად, იმიტომ რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ფილმმა არა მარტო ცერემონიაზე, არამედ მაყურებლებს შორის. გავაგრძელოთ საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში ოსკარი აიღო ედრიან ბროუდიმ, ფილმი ბრუტალისტი. რა საყვარელია და შეუცვლელი, არ ვიცი, არც ასაკიეთყობა ამ ადამიანს და არც არაფერი პირიქით ღვინოსავით უფრო და უფრო კარგი ხდება. გიშტები ამ ხმაზე. ედრიანი მეორე ოსკარის მფლობელი გახდა. პირველად მან ოსკარი პიანისტში შესრულებული როლისთვის 2003 წელს მიიღო. მას ჯილდო მსახიობმა ჰოლი ბერიმ გადასცა. ამ გამარჯვებით ის 29 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი მსახიობი გახდა. ედრიან ბროუდი მეათე მსახიობია, რომელსაც საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში უკვე 2 ჯილდო აქვს. ასევე აი ამ ფილმმა, რომელსაც ახლა თქვენ კადრებში ხედავთ, ბრუტალისტი, საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო კინემატოგრაფიის კატეგორიაში მოიპოვა ასევე ოსკარი. არ ვიცი, ყურება არ მეზრდება და აქ იყო კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც მინდა რომ გიჩვენოთ. 22 წლის შემდეგ ედრიანმა გაიმეორა მხურვალე კოცნა ჰოლი ბერისთან, რასაც საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა. ეს ის მხურვალე კოცნაც ორივე არაჩვეულებრივად გამოიყურება, თითქოს არც არაფერი შეცვლა და არც კი გასულა 22 წელი ოსკარსა და ოსკარს შორის. აქ სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თამაშგარეთ დარჩა ტიმოთე შალამე, რომელიც აშკარად ელოდა ჯილდოს ოსკარს ბობ დილანის როლის შესრულებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, მისი დრო ჯერ არ არის მოსული. გავრცელდა კადრები, თუ როგორ ამშვიდებდა მას შეყვარებული კაილი ჯენერი, წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუმცა სამაგიეროდ ფილმმა დიუნ 2, რომელშიც ტიმოთე შალამე მთავარ როლს თამაშობს, ოსკარი აიღო საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის და ვისაც ეს ფილმი ნანახი გაქვთ თამაში, დარწმუნდებით, იმიტომ რომ აქ ისეთი ხმების მონტაჟია, ისეთი წყობით არის ეს ხმები, რომ ფილმს უბრალოდ მარტო თვალს კი არა, ყურსაც ვერ მოწყვიტა. რავი, ჩემ გიждები ორივეზე. მოკლედ, მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი მსახიობის ნომინაციაში კი ოსკარი კიერან კალკინგს გადაეცა ფილმისთვის ნამდვილი ტკივილი. დამსახურებული ნამდვილად ეს ფილმი ნანახი მაქვს და ნამდვილად იმსახურებდა ის ოსკარს. თან თუ ყველას გახსოვთ, თუ ვინმეს გახსოვთ და დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ, მარტო სახლში რომ თამაშობს მთავარ როლს, აი იმის ძამიკოა ეს. და საოცრად გავს, უბრალოდ მუქი ფერის თმა აქვს. დამსახურებული ოსკარი ნამდვილად. მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში ჯილდო ზოი სალდანმა მიიღო. ფილმ ავატარიდან ის ყველას გვახსოვს. ზოი აღელვებული და გახარებული იყო და საკმაოდ ემოციური სიტყვით გამოვიდა. ბებია ჩემი ამ ქვეყანაში 1961 წელს ჩამოვიდა. მე ემიგრანტი მშობლების ამაყი შვილი ვარ, რომლებიც ოცნებით, ღირსებითა და მშრომელი ხელებით ცხოვრობენ. მე პირველი დომინიკური წარმოშობის ამერიკელი ვარ, რომელმაც ოსკარი მოიპოვა და ვიცი რომ უკანასკნელი არ ვიქნები
იქნები. ბებია ჩემს რომ ენახა რომ იმ ფილმში, რომლისთვისაც ჯილდო მივიღე, ესპანურად მღერი და ვსაუბრობ, აღფრთოვანებული იქნებოდა. ეს ოსკარი ბებია ჩემს ეძღვნება. My mom is here. My whole family is here. I am floored by this honor. Thank you. ნამდვილად ემოციური იყო ფილმმა ემილია პერეზი, ასევე გაიმარჯვა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში. რაც შეეხება საუკეთესო გრიმსა და ვარცხნილობას, ოსკარი ფილმმა სუბსტანციამ აიღო, რომელშიც დემი მური მთავარ როლს თამაშობს, სხვათა შორის დემი მური იყო წარდგენილი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში, მაგრამ ოსკარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არნორას შემსრულებელმა ახალგაზრდა მაიკი მედისონმა მიიღო. თუმცა ძალიან მაგრად ელოდებოდა დემი მურიც ოსკარს და ვფიქრობ, იმსახურებდა კიდევაც. და ბოლოს საუკეთესო ანიმაციურ მხატვრულ ფილმად ლატვიელი რეჟისორის გინც ზილბარდოსის ანიმაცია ნაკადი აღიარეს, რომელშიც წყალდიდობისგან გადარჩენილ კატაზეა. ეს არის პირველი ფილმი ლატვიიდან, რომელმაც ოსკარი მიიღო. ეს იყო მოკლე მიმოხილვა ოსკარის ცერემონიიდან, რა თქმა უნდა, კიდევ მრავალი ჯილდო გაიცა, თუმცა ყველაზე მთავარი კი გაგიზიარეთ. ეს არის არაჩვეულებრივი ანიმაცია, ნანახი მაქვს ძალიან ემოციური, ძალიან შთამბეჭდავი და გულში ჩასაწვდომი, ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ. ასე ჩაიარა მოკლედ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამ, რა ვიცი, რამდენად სამართლიანი იყო, არ ვიცი, თუმცა გახარებული მსახიობების სახეები და ცრემლები ნამდვილად ვიხილეთ და ნამდვილად ემოციური იყო. 9 საათის შესრულდა, მადლობა მარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვების დრო დადგა. სოფო ხელაძე შემოგვიერთდება, სოფო მოგესალმებით. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, ახალ ამბებს გაგაცნობთ დილის 9 საათს. ხოლო სოფელ საციხურში მეჩეთი დაიწვა, ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სოციალურ გვერდზე გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ამერიკული ფარას კანონის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმსჯელა. უმრავლესობის განცხადებით, განხილვების შემდეგ კანონს ისე მიიღებენ, რომ მასში ცვლილებები არ შევა და მიზანი მხოლოდ ქართულად თარგმნაა. პირველი ეს იყო ფარას კანონის გადმოქართულება, დავარქვათ ასე, იმიტომ რომ ჩვენ დავაანონსეთ და დღეს უკვე სიტყვა ამ შემთხვევაში საქმე ვაქციეთ. დღევანდელ კომიტეტის ხმას ალბათ ქართული საზოგადოების ნაწილი ადევნებდა თვალს, რადგანაც იურიდიულ კომიტეტზე მოხდა პირველი მოსმენის ფარგლებში, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, ამერიკული კანონის ქართულ კანონმდებლობასთან შესაძლებლობაში მოყვანა. ანუ ეს რას გულისხმობს? საზოგადოებას უნდა განუმარტოთ, რომ არც ერთი დამატებითი პუნქტი, სიტყვა, ფრაზა ამერიკულ კანონში ჩამატებული არ იქნა და არ იქნება, ის იქნება სამი მოსმენის ფარგლებში, ბოლომდე ასე მივალთ, მხოლოდ და მხოლოდ იქნება მორგება ქართულ ენაზე და საკანონმდებლო სივრცეზე. იმ დათქმებით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმე რომ ამაზე სპეკულაცია არ გაბედოს და არ შეძლოს, რომ არც ერთი დამატება არც ერთი სიტყვის სახით ამ კანონში არ იქნება და ეს იქნება ერთი ამერიკული კანონი. განსხვავება იქნება სიდიდეში, იქნება უფრო მცირე ნაწილი. მამუკა მდინარაძე მედის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, განმარტა რომ ახალი ნორმებით, როცა სუბიექტს მოუნდება ის მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიურ თავდასხმას, ფეიქ კამპანიას თუ ცრუ ინფორმაციას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ერთ-ერთი რაც იცვლება არის ის, რომ თვითრეგულირების ორგანოს გარდა მოქალაქეს შეუძლია მედის ესა თუ ის ქმედება გაასაჩივროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც. საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც აღიარებული, მიღებული, დაკანონებული იქნა საქართველოში, ოღონდ ეს ეხებოდა თვითრეგულაციის საკითხებს. ანუ მასზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდათ თავად მედია ორგანიზაციებს. განსხვავება იქნება მხოლოდ ერთი. ის,
რომ როდესაც მოქალაქეს ან ნებისმიერ სუბიექტს, მოქალაქეს რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი იქნება თუ არაპოლიტიკოსი, ჩვეულებრივი საჯარო თუ არასაჯარო პირი, მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა, ფეიქ კამპანია თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს ეს. იკრძალება უცხოური დაფინანსების მიღება საჯარო სამსახურში ჟურნალისტებთან ქართული ოცნების ლიდერმა ამ საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით ასეთი დაფინანსებები ხშირად აქციების დასაფინანსებლად იყო მიმართული. იკრძალება უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება საჯარო სამსახურში და თქვენ იცით რომ ეს ერთგვარი ხშირ შემთხვევაში ერთგვარი მექანიზმი იყო თავის დროზე ფსევდოლიბერალური მიდგომების რეალიზებისა და ამას იყენებდნენ სხვა დატვირთვით. ჩვენ ხო გვაჩვენებდნენ რომ მეგობრული და პატიოსანი გულები, თანხები, სახსრები იყო რაღაცების გამოყოფილი. ისთვის იყო გამოყოფილი, ყველა კარგად ნახეთ, მაგრამ ათეულობით მილიონი დაიხარჯა ამ ქვეყანაში იმისათვის, არა ამეგიდით მხოლოდ რა თქმა უნდა, მაგრამ ათეულობით მილიონი დაიხარჯა იმისათვის, რომ რაღაცებს თავის დროზე ეძახათ არარუსულ კანონს. ახლა ჩვენ თავად ვეუბნებით, რომ გაცილებით მკაცრი კანონი დავაანონსეთ, დავაინიციირეთ, აგერ პირველი მოსმენით ხვალ მივიღებთ. კაცი-შური ხმას არ იღებს, იმიტომ რომ ეს იყო დაფინანსებული კამპანია, რომელიც იყო დიდი ფეიკი. ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს გადაწყვეტს გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელი საქმეზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს. ასევე გადაწყვეტა გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად. სასამართლო აკვეთი ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველია. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რომელსაც თავისუფლების აკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პირველ საათზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერის საპროტესტო აქცია დაგეგმილი. და უცხოეთის ამბები პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველოს პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზ დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს. ამის შესახებ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა. ისე თქმით, ერთადერთი რაც რუსებს მისცა სანქციები იყო, უკრაინას კი ჯაველინები. დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება გასცა. პაუზა გავრცელდა ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო დახმარების დაპაუზება არის პირდაპირ პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. ოფიციალური პირების თქმით, შეჩერება შესაძლოა გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ გამოიწვია ყირიმის ოკუპაცია და ომი დონბასში. ძირითადი სცენარი არის პოზიციების შენარჩუნება და სათანადო დიპლომატიისთვის პირობების შექმნა, რათა მივაღწიოთ ამ ომის რაც შეიძლება სწრაფ დასრულებას სამართლიანი მშვიდობით. უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია. 11 წლის წინ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა დაეწყო ყირიმის ოკუპაცია და ომი დონბასში. მოგვიანებით უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს მისცა საშუალება. აღნიშნა ზელენსკი. თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან იგი ევროპის განუყოფელი ნაწილია. ასევე ერდოღანის თქმით, უკრაინაში 3 წლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დამატების გარეშე ეპოვა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისათვის. პირდაპირ ეთერში ზუსტად 1 საათში დავბრუნდებით, დროებით გემშვიდობებით, ეთერს კი ისევ დილის ტალღას ვუთხოვთ. დიდი მადლობა სოფო, გემშვიდობებით დროებით ჩვენ კი ვაგრძელებთ. ბუნებრივია გადაცემას, თქვენ უყურებთ დილის ტალღას და მოდით ვნახოთ თუ რა დარჩა გადაცემაში სანახავი, გადაცემის მეორე ნაწილში.
გადაცემის მეორე ნაწილში დასრულდა თუ არა ყინვებისა და წვიმების სეზონი. გაიგეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. ყველაზე აქტუალურ სპორტულ ამბებს ჯიჯი მოგიყვებათ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რამდენად იოლია ემოციების მართვა და მძაფრი ემოციების შედეგთან გამკლავება, რა მექანიზმით ახერხებს გარემო ჩვენზე ემოციურ ზემოქმედებას და როგორ ვისწავლოთ მათი მართვა, ფსიქოლოგი გირჩევთ. გადაცემის მესამე ნაწილში დილით ამ წეს ჯიხურიდან მრავალტონიანი კონსტრუქციების მართვა, საღამოს კი ქართული მუსიკის ჰანგებზე ცეკვა. გაიცანით ქალი, ვისთვისაც ჩარჩოები არ არსებობს. სტერეოტიპები და პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების მიმართ. რა არის დისკრიმინაციის ძირეული მიზეზები და როგორ მოქმედებს ეს სტერეოტიპები ქალთა შესაძლებლობებზე კარიერაში, განათლებასა და პირად ცხოვრებაში. ესე იგი, ანონსში იყო, როდის გვეღირსება და ყინვები როდის წავა, როდის დაგტოვებსო, მართლაც გვაინტერესებს, როდის გამოიდარებს და როდის დადნება ეს თოვლი. კობა ფარტენაძე, ჩვენი ამინდის პროგნოზის წამყვანი სინოპტიკოსი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება 4 მარტს. მოგესალმებით, დილამშვიდობის. დილამშვიდობის კობა, ძალიან გელოდებით ჩვენც და მაყურებელიც, რო გითხრა, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დილიდან გადავავლეთ თვალი და საკმაოდ მაღალია ტემპერატურა, თუმცა მაინც შენგან გვჭირდება დაზუსტება ყველაფრის. კი ბატონო, კარგი ამბები მაქვს თქვენთვის, ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ დათბება და არც არის სახერბიელო ამ მაღალი თოვლის ფონზე ტემპერატურის მკვეთრი მომატება, მაგრამ ნელ-ნელა უკვე დაგვითბება ამ წუთას. მაინც ცივა ბათუმში და 5 გრადუსი სითბოა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეს შუადღიდან გამოიდარებს თელს ქვეყანაში, ხოლო დილით შენარჩუნდება ზოგან მცირე წვიმა და უკვე ხვალისთვის სრულიად ზიანი ამინდი იქნება. და რაც შეეხება შემდგომ დღეებს, ნელ-ნელა დღისით 2 გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა და მომდევნო კვირაში უკვე 20 გრადუსს მიაღწევს და საგაზაფხულო განწყობა შემოვა გაზაფხულის ამინდთან ერთად. წინ მშვენიერი დღეები გველოდება, მანამ კი 5 დღიანი ნეიტრალური ტემპერატურა, რომელიც თოვლის დნობისთვის ძალიან კარგია, განსაკუთრებით გურიაში, სადაც ისევ მაღალი თოვლის საფარია. ესე ნელ-ნელა დადნება ეს თოვლი, გუშინაც საკმაოდ კარგი რაოდენობის თოვლი მოაკლდა წვიმის ფონზე ჩვენს ქალაქს და შესაბამისად უკვე დროა მგონი დასრულდეს ის მშვენიერი პერიოდი, რომელიც ჰქონდა მაგალითად ბათუმში თოვლის სახით და შევეგებოთ ნამდვილ გაზაფხულს, რომელიც მომდევნო კვირაში გაჩაღდება ჩვენს ქვეყანაში ტემპერატურის მხრივ. ყინვების დასრულება ეხება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს, ოღონდ მომდევნო კვირაში. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას ამინდის მხრივ. შუადღის საათებში, როგორც უკვე თქვი, გამოიდარებს დღეს 12 საათიდან ყველგან შეწყდება წვიმა, სადაც ახლა წვიმს, იქაც შეჩერდება წვიმა და ბათუმში უკვე აღარ წვიმს, ნელ-ნელა დაიშლება ღრუბლებიც და ტემპერატურა 10 გრადუსამდე მოიმატებს, ასეთია დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელი. თქვენ ჩემთან ერთად შეგიძლიათ გადახედოთ ახლა საქართველოს ქალაქებს თუ კურორტებს, როგორც დაბლობსა და ბარს, ასევე მაღალმთიან ზონას და ნახოთ თუ როგორი მაქსიმალური ტემპერატურაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. ბათუმში 9 გრადუსი იქნება დღეს, ასეთივე ტემპერატურაა ქობულეთშიც, 9 გრადუსია მაქსიმალური ტემპერატურა. ქედაში +9, შუახევში 9 და ხულოში +6 გრადუსი იქნება. დღისით შესაძლებელია დილის საათებში შენარჩუნდეს ნალექი, ხოლო უკვე შუადღით გამოიდარებს ასევე მაღალმთიან ზონაშიც. გოდერძის უღელტეხილზე +2 გრადუსი იქნება, ოზურგეთში 9 გრადუსი, ურეკში 11, ლანჩხუთში 10 და ჩოხატაურში დღეს 9 გრადუსია მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა. ბახმაროში +1, ფოთში 11 და ანაკლიაში +10 გრადუსი იქნება, სოხუმს რაც შეეხება +8 გრადუსამდე მოიმატებს დღის ტემპერატურა. ზუგდიდში +10 გრადუსი იქნება, კოპიტნარში 9 გრადუსი და ქუთაისში +10 გრადუსია მოსალოდნელი, რაც შეეხება დღეს საირმეს იქნება +7 გრადუსი, მესტიაში 5 გრადუსი და ბორჯომში +7 გრადუსი დაფიქსირდება. და რაც შეეხება ბაკურიანს +3 გრადუსი იქნება, აბასთუმანში +5, ახალციხეში +6, ასეთივე ტემპერატურაა დღეს გორში მოსალოდნელი, ცხინვალში 5, დედაქალაქში 10 და თელავში 8 გრადუსი იქნება დღეს მაქსიმალური
ტემპერატურა. როგორც გუშინ გავიგეთ და თუ ვინმე დარჩა ისეთი, რომელსაც არ მოусმენია, გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მარტი საქართველოში იქნება ნორმის ფარგლებში, ჰაერის ტემპერატურა პერიოდულად 20-25 გრადუსს მიაღწევს და ძირითადად მოსალოდნელია მზიანი დღეები, ნალექების რაოდენობა ამ თვეში იქნება ნორმის ფარგლებში, ასე რომ წინ მშვენიერი დღეები გველოდება, ვერ ვიტყვით რომ ჯერჯერობით მარტისთვის დამახასიათებელი ამინდებია, ასე რომ ვთქვათ, არასტაბილური სიტუაცია ჯერ არ ფიქსირდება ყოველ შემთხვევაში დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ამინდის შეცვლა, ისევ ტემპერატურული ფონი ზამთარში ვართ, თუმცა მომდევნო კვირა, როგორც უკვე ვთქვი, იქნება ამ ფონზე ძალიან თბილი და ისე საკმაოდ თბილი, ესე რომ ვთქვათ, ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს უკვე მომდევნო კვირაში, მანამ კი 2-2 გრადუსით მოიმატებს უახლოეს დღეებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ასეთია დღევანდელი და უახლოეს დღეების პროგნოზი. მე მალე ალბათ ამ თოვლის ფონს შემიცვლის გამწვანებული გარემო გაზაფხულის ყვავილებით სითბო მოიტანს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სიფერადეს ჩვენს რა თქმა უნდა და შენც 60-ს შიგადაშიგ უფრო მეტ ყვავილს შევნიშნავთ, ყობა. შენს დამახასიათებელ სტილს აუცილებლად გაუსმევ ხას გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, იმიტომ რომ ცოტა ყვავილები შემოგვაყობა. ეს მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ ესეთი ქურთოკები თბილი უკვე ამ კვირაში უკვე დასასრულს, ასე რომ ვთქვათ, წარსულს შაბათდება. შევინახოთ. 60-ს დაგვემთხვა. საგულდაგულოდ დიდი მადლობა ყობა, გემშვიდობებით. ხო, ძალიან არ ვიჩქაროთ, მაგრამ მალე შევინახოთ. ამოლაგება რო არ მოგვიწევს. კარგი ყობა, დიდი მადლობა, გემშვიდობებით. ჩვენ კი ბუნებრივია ვაგზავნებთ ჩვენს გადაცემას და სხვათა შორის მე გამიმართლა, იმიტომ რომ დიდთოვლობის დროს არ ვიმყოფებოდი ქალაქში და ვიყავი თბილისში საბედნიეროდ, იმიტომ რომ თოვლი მიყვარს, მაგრამ სულ რამოდენიმე საათით, მაქსიმუმ 2 დღით და მოხდა ისე, რომ როდესაც დაიწყო თოვა, ჩემი ძვირფასი ავტომობილი დავტოვე ტელევიზიასთან, ხო და ითოვა და ბოლოს ჩემი მანქანა გამოაჩინა და გამისუფთავა ჩემმა ძვირფასმა კოლეგამ გიგა ჯიჯავაძემ, რომელსაც თხოვნაც კი არ დაჭირდა, როგორც კი იცნო ჩემი მანქანა ეგრევე აიღო ხელში ინსტრუმენტები, ნიჩაბი და გამიწყრიალა და გამისუფთავა მანქანა გადამირჩინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ასე საჯაროდ. იმიტომ რომ ვინ გააკეთებდა ამას? სხვა თუ არა შენ. ასე გაჭირვებაში უნდა დაუდგეთ ერთმანეთს. ასე ზრუნავს ჩვენზე ჩვენი ძვირფასი კოლეგა. დიდი მადლობა ჯიჯი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, სალომე მარია, დილამშვიდობისა მაყურებელს. მოკლედ ვიწყებთ სპორტზე საუბარს, დილის თამაში სპორტის დროა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დავიწყოთ რა თქმა უნდა ახალი ჩემპიონატით, რომელიც დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი სეზონი დაიწყო საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მატჩები არც თუ ისე ბევრი იყო სეზონის დასაწყისში, უამინდობის გამო, უკვე მარიამ ახსენებდა, დიდი თოვლობა იყო დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით. სამწუხაროდ ბევრი მატჩი გადაიდო, მათ შორის იყო ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს დაპირისპირება. ნახოთ ის შედეგები, რა შედეგებიც დაფიქსირდა, 2 თამაში ჩატარდა სულ გაგრამ ტორპედოს უმასპინძლა და 1-2 დათმო შეხვედრა, ხოლო იბერიამ თელოს მოუგო გახსნით მატჩი 2-0. აი ესე მორჩა მოკლედ პირველი ტური, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ტური აი ესე 2 მატჩით გაგრძელდა. პირველი ტური გაგრძელდება ოღონდ 1 აპრილს და არა შემდეგ ტურში. დინამო თბილისი დინამო ბათუმს უმასპინძლებს ოღონდ 1 აპრილს, როგორც უკვე გითხარით, ჩატარდება შეხვედრა. სამგურალი კოლხეთს უმასპინძლებს, ხოლო დილა მიიღებს საგარეჯოს გარეჯს, ერთადერთი დებიუტანტია საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ცხრილით შესაბამისად, მხოლოდ როგორც უკვე გითხარით, 4 გუნდმა მიიღო მონაწილეობა 10 გუნდიდან და იბერიამ და ტორპედომ 3-3 გოლა დააგროვეს, ხოლო გაგრამ და თელოვმა რა თქმა უნდა საკუთარი შეხვედრები დათმეს. შემდეგი ტური, მეორე ტური გაიმართება 4 შაბათს, ანუ ხვალ და ზეგ. იბერია ტორპედოს დაუპირისპირდება პირველი და მეორე ადგილოსანი წინა ჩემპიონატის, რომელიც დასრულდა 2024 წელს. თელავი კოლხეთს უმასპინძლებს, დინამო თბილისი სამგურალს დაუპირისპირდება. გაგრა დილას, ხოლო გარეჯი დინამო ბათუმს. მოკლედ დინამო ბათუმს პირველი შეხვედრა ეკრება გასვლაზე საგარეჯოს გარეჯთან. აქ შეგახსენებთ იმას, რომ საგარეჯოს გარეჯი თამაშობს თბილისში, სამწუხაროდ საგარეჯოში ვერ
ითამაშობს საგარეჯოს გარეჯე, იმიტომ რომ შესაბამისი პირობები არ აქვს გუნდს იმისთვის, რომ უმაღლესი ლიგის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ასე რომ თბილისში ვინც ხართ, შეგიძლიათ თუ არ ვცდები ლოკომოტივ 2-ზე გაიმართება. ეს შეხვედრა, ასე რომ მოკლედ დინამო ბათუმის და საგარეჯოს გარეჯის გულშემატკივრას შეგიძლიათ მივძადეთ და თვალი ადევნოთ მოკლედ ამ შეხვედრას. ზეგ გაიმართება ეს შეხვედრა, მოკლედ ბოლო დასკვეთი მატჩია მეორე ტურის. გავაგზავნოთ ისევ საფეხბურთო თემატიკას და გიორგი მამარდაშვილზე ძალიან ბევრი იწერება ბოლო პერიოდში. ინგლისურ პრესაში ის რომ გიორგი მამარდაშვილი შეიძლება მომავალი სეზონიდან კვლავ იჯარის წესით გაუშვას ლივერპულმა, ამაზე ძალიან ბევრი დაიწერა და კიდევ მიდის საუბრები, ბევრი ავტორიტეტული გამოცემა, სპორტული გამოცემა წერს, რომ გიორგი მამარდაშვილს კვლავ იჯარის წესით მოუწევს გადაბარგება რომელიმე გუნდში, იმიტომ რომ ალისონმა განაცხადა, რომ არ აპირებს საუდის არაბეთში გამგზავრებას და კვლავ სურს ლივერპულის ნომერ პირველი კარის დარაჯი იყოს მომავალი სეზონიდანაც, ასე რომ რა თქმა უნდა გიორგის აქვს ამბიცია იმის რომ იყოს ნომერ ერთი გუნდში და არა აქვს სურვილი რომ მიჯდეს სათადარიგოს კამზე, ამიტომ თუ ალისონი დარჩება ლივერპულში, ამის შანსი ძალიან დიდი იქნება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ალისონის ავტორიტეტი ძალიან დიდია ლივერპულში, შესაბამისად გიორგი მამარდაშვილს არ სურს მეორე ნომრად ჯდომა სათადარიგოს კამზე, ამიტომ ნახოთ მოკლედ ეს საგა გრძელდება და გიორგი მამარდაშვილი ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა საფეხბურთო გულშემატკივარს გულისხმობ და შესაბამისად გვინდა რომ მას ქონდეს სტაბილური სათამაშო დრო ისეთი როგორიც მას აქვს ვალენსიაში, ასე რომ მოკლედ ვიმედოვნებთ რომ გიორგი მამარდაშვილი იქნება ნომერ 1 მეკარი ლივერპულის და არა რაღაც სათადარიგოს კამზე მჯდომი მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელი. კარგი ამბავი დაწევა ლა გაზეტა დელა სპორტ ჯორჯიამ ის რომ საბა ხარებაშვილი თბილისის დინამოს 16 წლის ფეხბურთელით დაინტერესდა მოკლედ არა მარტო ლივერპული, არამედ რეალი და ბარსელონა, ასე რომ ჩვენ რამოდენიმე თვის წინ საუბრობდით იმაზე, რომ ვახტანგ სალიას შეძენით დაინტერესებული იყო სხვადასხვა ევროპული გუნდები და გამართლდა და ნიუკასლში გადაბარგდა და 2025 წლის ზაფხულის თვიდან ის ნიუკასლის ფეხბურთელი სრუფასონად გახდება და ეხლა უკვე საბა ხარებაშვილი კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, რომელიც თბილისის დინამოს ღირსებას იცავს, შეიძლება ვიხილოთ ევროპულ გრანდში, როგორც არის რეალი, ბარსელონა, ლივერპული, ასე რომ მოკლედ არის დიდი ალბათობა იმის, რომ კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ ტოპ 5 ჩემპიონატში და ტოპ 5 გრანდში, როგორც არის რეალი, ბარსა, ლივერპული, ალბათ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენ დიდ გუნდებზეა საუბარი, როდესაც ამ გუნდს ვახსენებთ, ასე რომ კიდევ ერთი ქართველი არის იმის შანსი, რომ ნახოთ ტოპ გუნდში. გავაგზავნოთ ტოპ ფეხბურთელებზე საუბარი და ნეიმარზე უნდა გითხრათ. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ნეიმარი პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში. როგორც იცით, ის სანტოში გადაბარგდა და ბოლო 3 შეხვედრაში ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, ორივე ერთი კუთხურიდან ჩაახვია და ისე გაიტანა, მეორე კი საჯარიმო დარტყმით მოახერხა მოკლედ მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი ნენელა ფორმაში შედის და მოკლედ ნეიმარი ბრუნდება, შეგვიძლია ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ტრავმა ჰქონდა გასულ წლების განმავლობაში, ნამდვილად შევიდა ფორმაში, დატოვა მოკლედ არაბული კლუბი და ეხლა სანტოსისთვის იბრძვის და უტევს სანტოსისთვის და იტანს სანტოსისთვის. ჩემთვის პირადად ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, მიუხედავად მისი რთული ხასიათისა და სიმულიანტური ხასიათისა, მას ძალიან ბევრი სიმულაცია უყვარს მოედანზე, მაგრამ ძალიან ნიჭიერია, უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელი და სიამოვნებით ვიხილავ კიდევ ერთხელ ბრაზილიის ნაკრებში, ასე რომ ნეიმარი დაბრუნდა, რაც ძალიან მიხარია ეს ამბავი. დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება, უბრალოდ ჩემპიონთა ლიგა განახლდება მერვედფინალური მატჩებით და მოკლედ ესეთია დღევანდელი დღის განრიგი 21 საათს და 45 წუთზე ბრიუგე ასტონ ვილას მიიღებს. საკმაოდ თანაბარი წვლილია, შეგვიძლია ვთქვათ, ბრიუგეზე და ასტონ ვილაზე, აქ გამარჯვებულია ალბათ მეორე მატჩი გადაწყდება და პირველ მატჩში არ მოვთავრდება ყველაფერი. შემდეგი მატჩია PSV Eindhoven Arsenal, რომელიც 12 საათს დაიწყება, ღამის 12 საათზე და დორტმუნდი ლილი, მოკლედ და Real Madrid Atletico Madrid. ეს არის ალბათ სუპერ მატჩი გამოტანილი დღევანდელი დღის ყველაზე ისეთი მატჩი, სადაც მადრიდული დერბი ჩატარდება და არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფი ბოლო პერიოდში მადრიდის რეალი, საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ დიეგო სიმიონეს Atletico Madrid
რეალის დაუპირისპირდება და ვნახოთ მოკლედ ამ თამაში პირველი მატჩი როგორ დასრულდება. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, არაფერი არ დასრულდება დღევანდელ შეხვედრაში, თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა. და მოკლედ ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან კარგი სასიამოვნო საღამო გელოდებათ მოკლედ ჩაუჯექით და უყურეთ ჩემპიონთა ლიგას. ხვალ კი ფეინორდი ინტერს დაუპირისპირდება და ყველა ქართველის ყურადღება მიმყრობილია ხვალ პარიზისკენ, PSG, ლივერპული. ჩვენ გვახსოვს წინ 2023 წლის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ აწიოკებული ლივერპულის დაცვა და ნახევარდაცვა და მოკლედ მთელი ლივერპული. და დღეს უკვე უბრალოდ ხვალ უკვე ელოდება ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთ საოცარ თამაშს ხვიჩა კვარაცხელიასი. იმედი დავიტოვოთ ლუის ენრიკე მას ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. წინა მატჩი ალბათ ყველამ კარგად ნახეთ, მან სათითარიგო სკავიდან დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაასვენა ლუის ენრიკემ და ამ თამაშთვის ის ინახავდა, ასე რომ მოკლედ ველოდებით იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეუტევს ლივერპულის დაცვას კიდევ ერთხელ და არაერთხელ ნახავთ ძალიან ბევრ გაბიტურებულ ლივერპულის ფეხბურთელს, ისე როგორც ეს იყო ნაპოლის სტადიონზე 2023 წელს. ბენფიკა ბარსელონა კიდევ ერთი ძალიან მაგარი წვლილი, რომელიც ამ ჩემპიონთა ლიგურ მერვედფინალში დაჯდა, ალბათ გახსოვთ 5-4 ბარსელონა ბენფიკას დაპირისპირება და ბოლო მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენი გერმანული დაპირისპირება, მოკლედ ამით დასრულდება მერვედფინალური შეხვედრები. ვისაც გიყვართ ფეხბურთი, 2 დღე ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გელოდებათ. გადავინაცვლოთ სარაგბო სამყაროში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა და დაამარცხა რუმინეთის ეროვნული ნაკრები 53-5 და მოახერხა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა და მოკლედ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებით, რომელმაც პორტუგალია დაამარცხა, ასევე გასვლის შეხვედრაში 31-42 და შესაბამისად ფინალი შედგება საქართველოს ესპანეთი, რომელიც 16 მარტს საქართველოში გაიმართება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ასე რომ მოკლედ ვისაც გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ 16 მარტს მიხვიდეთ ლოკომოტივის სტადიონზე და უგულშემატკივროთ ქართულ რაგბს. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ მოახერხებენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონობის მოპოვებას ზედიზედ მიჯრით თორსტები უკვე მეხუთეთ. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები, მე ზუსტად ხვალ 24 საათით გემშვიდობით და ხვალ 10-15 წუთზე დაგიბრუნდები და თქვენთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო სპორტულ სიახლეს მოგიყვებით, მოკლედ თქვენ მოგიყვებით, თქვენთან ერთად კიდევ თქვენ მოგიყვებით სპორტულ სიახლეებს, მოკლედ ხვალ 10-15 წუთამდე გემშვიდობით, ახლა კი მარიამ და სალომეს უნდა დაუთმოთ და თქვენთან ერთად გავაგზავნო გადაცემის ყურება. ისე გამახარა ნეიმარის ამბავმა ჯიჯი და სხვათა შორის მეგონა რომ გიცნობდი, მაგრამ არა. მე არ ვიცი შენი საყვარელი ფეხბურთელი იყო. აქ ერთმანეთს ვემთხვევით. მე როგორც სიმპათიური ისი არ მომწონს, როგორც ფეხბურთელი ისე მომწონს. მე ორივე ერთად. და ძალიან დიდი ხანია, ძალიან დიდი მადლობა ჯიჯი გემშვიდობებით, დროებით, უბრალოდ ხვალამდე გემშვიდობით, ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და რაღაცა მგონია რომ დახრილი ვართ. ხო, აბშვიდობა ხო გვაქვს. მე გადავიწიოთ ასე. ტრადიციული რუბრიკის დრო დგება ჩვენს ეთერში, რომელსაც თიკო მიქელაძე ამზადებს და მას დროის მანქანა ჰქვია. ვინ იყო პირველი მფრინავი ქალი აჭარიდან? როგორ შეხვდა ამას? მაშინდელი საზოგადოება და როგორ დასრულდა ახალგაზრდა ფადიკოს სიცოცხლე. ნახოთ რუბრიკა, ბუნებრივია ქალთა კვირეულია და ქალთა თემებით ვაგრძელებთ, ასე რომ ნახოთ ფადიკო ლოგიტიკის ისტორია. 1916 წელს ქობულეთის სოფელ ალამბარში გოგიტიძეების ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც ფადიკო დაარქვეს. ძალიან ნიჭიერი მოსწავლე ყოფილა სკოლაში, შესაძლოა ასევე გატაცებული ყოფილა ამ საფრენოსნო, ესე იგი საქმეებით და უყვარდა თულმე ხატვა, პატარა ჩანახატებს აკეთებდა თვითმფრინავებზე და ეს ისეთი პერიოდია, როდესაც მაშინდელმა 30-იანი წლების ბოლშევიკურმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ერთ-ერთი პრესტიჟული და ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალობა, როგორც ბიჭებისათვის, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ გოგონებისათვის, უნდა ყოფილიყო ფრინაობა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ფრინაობა აირჩია, ფადიკო იყო. მას ამ თემატიკის ჩანახატები ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ჰქონია. კლუბები არსებობდა, სპეციალური კლუბები არსებობდა, სადაც ასწავლიდნენ საფრენოსნო საქმეს. სწორედ ასეთ კლუბში დაიწყო მოღვაწეობა ამ მართლაც რომ გენიალურმა და ძალიან
კარგი მოსწავლეს ყოფილა ახალგაზრდამ და მან გადაწყვიტა სკოლის დამთავრების შემდგომ ამ მიმართულებით წასულიყო და გაეგზელებინა სწავლა სწორედ საფრენოსნო მიმართულებით. თბილისის საფრენოსნო სკოლა მან 1936 წელს დაამთავრა. მაშინ პრესტიჟული სასწავლებელი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლებელი იყო და ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა მაშინდელი ბოლშევიკური მთავრობის მიერ იმ სკოლას და იმ სკოლაში მასწავლი ახალგაზრდები ყველა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვის დაამთავრა ის სკოლა, ზოგი გმირი გახდა, ზოგი სხვადასხვა მედლები დაჯილდოვდნენ და სხვადასხვა საგმირო საქმეები ჩაიდინეს 1939 წლიდან 45 წლამდე სხვადასხვა ფრონტებზე. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ფადიკო აჭარაში დაბრუნდა და აეროკლუბში ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი პრაქტიკული გაკვეთილის დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა 24 წლის ფადიკო გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მართალია ამ დიდებული ახალგაზრდის სიცოცხლე თავისმა პროფესიამ იმსხვერპლა, მაგრამ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიაში. ესეც ასე დავბრუნდით ტრადიციული რუბრიკა და ის კადრები, რომელიც ერთი ოცნება გამიჩნდა ეხა, როცა დავბრუნდები ზოგადად რომელიმე რუბრიკიდან, აი ეს მელოდიის ხმა აღარ მინდა რომ გავიგონო, იმიტომ რომ მაფხიზლებს მაფხიზლებს კი. მე მგონი რა მიზანიც ქონდა სწორად ასრულებ ჩვენი მაყურებლისთვისაც მაღვიძარა შეიძლება იყოს. დილის 9:30-დან ჩვენ ეთერში ვართ, ახლა ზუსტად 10:30-ია და კიდევ 1 საათს ვიქნებით თქვენთან ერთად. სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმაინძე ვმუშაობთ. დღეს არის 4 მარტი და მარტის კვირეული გრძელდება. ქალბატონებზე ვსაუბრობთ და ქალთა თემები გვექნება კიდევ ჩვენს გადაცემაში არა ერთი. თუმცა მანამ გეტყვით რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი თუ ვინმე ისეთ საინტერესო პიროვნებას იცნობთ, ვინც გსურთ რომ ჩვენს ტელეეკრანებზე მოხვდეს, აუცილებლად მოგწერეთ მის შესახებ, ან თქვენს შესახებ, ვინც რაიმე საინტერესო საქმიანობით ხართ დაკავებული, ჩვენ აუცილებლად მოგაკითხავთ, გადავიღებთ და ამ ყველაფერს ფართო საზოგადოებას გავაცნობთ. კი ბატონო, ანუ ღია ყველანაირი გვერდი, TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი, ახლა შეთაშორის Facebook-ზე გადის ლაივი, რომელსაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ, თუ ტელევიზორებში გეზარებათ ჩვენი ცქერა და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველგან სადაც არ ჩართავთ მოწყობილობას, ყველგან ჩვენ ვართ 9:30-დან 11:30-მდე. 11:30-მდე, ხო? კი, 11:30-მდე, ახლა კი რადიოს დროა ჩვენს ეთერში რადიო 105.5, მისი წამყვანები დილის გადაცემის წამყვანი თეონე ზედანია და ილო შავიშვილი შემოგვერთებიან ახლა საინტერესო თემაზე საუბრით. მივესალმებით ტელემაყურებელს ხანგრძლივი განშორების შემდეგ ჩვენ ისევ თქვენთან ერთად ვართ და რადიო ჩართვა იქნება დღეს პირდაპირ ეთერში. თემა ჩვენი დღეს იქნება სიმსუქნე. ჯანმოს პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის მთლიანი მოსახლეობის 41% ჭარბი წონა ექნება. სიმსუქნე და ჭარბწონიანთა რიცხვის ზრდას დღეს ერთ-ერთ გლობალურ პრობლემას მიაწერენ. ბოლო დროს მთელ მსოფლიოში სიმსუქნის შემთხვევები გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებშიც. სიმსუქნის მსოფლიო დღეა, სიმსუქნესა და მასთან დაკავშირებული რისკ ფაქტორებზე ვისაუბრებთ დილის რადიოს სტუმართან ერთად ექიმი ენდოკრინოლოგი ანა კოკოტორაშვილია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. ანა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, გვიხარია შენი სტუმრობა. მადლობა მოწვევისთვის. თემაც ისეთი საჭირო და აქტუალურია, ახლა ბევრ საინტერესო რჩევას მივიღებთ ჩვენგან დარწმუნებული. პრინციპში ჩვენ ჯანმოს პროგნოზი უკვე გავაცანით, ნამდვილად ასე ცუდად ასაქმეთ. შეიძლება რამე გქონდეს. სამწუხაროა და ნამდვილად ესეა 1997 წლიდან მოყოლებული ჯანმომ აღიარა სიმსუქნე როგორც გლობალური ეპიდემია და ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და რადგან ეს გლობალურია, არც საქართველოს არ არის გამონაკლისი და საქართველოში მაგალითად ბოლო მონაცემებით ამის სხვა
მოკლედ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავთ ხოლმე ეთერის მიმდინარეობის დროს რომ ტელევიზია ზოგადად და პირდაპირ ეთერი არის ცოცხალი ორგანიზმი. ასე რომ ტექნიკური ხარვეზები შეიძლება რომ მოხდეს, რაც მოხდა რადიოს ხმა არ გვესმოდა სამწუხაროდ მოგვიანებით დაუბრუნდებით მათ, მანამდე კი მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი რუბრიკას შენი კერძი და ნახოთ რა მოგვიმზადა ქეთა თხილაიშვილმა. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს უნდა მოგივსადოთ ჩემი საფილმო ბლინები ხიზილალით. დაგჭირდება ფქვილი, შაქარი კვერცხებზე, გამომფხვიარებელი, ხიზილალა წყალი, ზეთი და ცოტა ოდნენი მარილი. მოდი უკვე დავიწყოთ. არ გავწელოთ დრო. ძალიან მარტივია, უბრალოდ ინგრედიენტების შერევა არის საჭირო ერთმანეთში. დავიწყოთ ფქვილით. დაგჭირდება დაახლოებით 1 ჭიქა ფქვილი, ამას მე გავზომავ კოვზებით. ჯერ 2 კოვზი დავამატოთ. ეხლა ავიღოთ კვერცხი. ეხლა დავამატოთ შაქარი. შაქარი დავამატოთ 1 სუფრის კოვზი, იმიტომ რომ ტკბილი არ გვინდა ძალიან. დავამატოთ გამაფხვიარებელი, ცოტა 1 ჩაის კოვზი. დავამატოთ ფქვილი ისევ. ზეთი. და რწე. არ დაგავიწყდეს ძალიან ცოტა მარილი. დავამატოთ 1 ჭიქა წყალი. შევუდგეთ ისევ ფქვილის დამატებას. ზუსტად ესეთი მასა გვჭირდება. არც სქელი და არც ძალიან თხელი. აი. ეხლა უნდა გადავინაცვლოთ გასქურასთან და მოვამზადოთ ბილები. მზად არის ბლინები. ნახეთ რა ლამაზი და რა ფაფუკი გამოვიდა ყველა. ხამოდი დავაგეუნოთ, იმიტომ რომ ძალიან მომინდა რომ ვუყურებთ. ესე ნახევარზე წავუსვათ. ხიზილალა. და სამკუთხედად გადავკეცავ. აი ეს, გავსვინჯოთ. ძალიან მოუხდა ხიზილალა ჩემს ტრადიციულ ბლინებს. ძალიან სწორი ვქენი რომ ტკბილი ბლინები არ გავაკეთე, იმიტომ რომ ამას ტკბილი არ მოუხდებოდა, უხდება ესეთი. არის ძალიან ფაფუკი, ძალიან გემრიელი. ძალიან მოუხდა ხიზილალას. მარტივად მოსამზადებელია, ყველას ირჩევთ რომ გაიმეოროთ და მიირთვათ გემრიელად. არა მარტო ხიზილალასთან ერთად, სხვა რაღაცებთან, მაგალითად არაჟანი, მურაბა, ჯემი ასე შემდეგ. მომავალ რუბრიკამდე გამშვიდობებით, კეთილი სურვილებით დახვდით. კიდევ ერთხელ გამოვხიზლდით. ყოველთვის მიყვარს იმის ხაზგასმა, რომ ჯანსაღია კერძი და თქვენ ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. თან გემრიელი იქნება ბლინებთან ერთად ხიზილალა. ასე რომ თქვენი კერძის იდეა ვფიქრობ საინტერესოა. ქეთა ყოველდღიურად გვთავაზობთ სხვადასხვა მარტივად მოსამზადებელ კერძებს, ასე რომ დაელოდეთ უკვე ხვალინდელს. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო რუბრიკას, სამედიცინო ბლოკით უნდა შემოგიერთეთ. თემა, რომელზეც დღეს სამედიცინო ბლოკში უნდა ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა გრჩება.
რა არის ემოციური რეგულაცია? რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ და ვასწავლოთ ემოციების მართვა ბავშვებს? რა მოიაზრება ამ ცნებაში და რა მინი ტექნიკებით შეგვიძლია ვარეგულიროთ სხვადასხვა ასაკში ემოციები? ეს ჩვენთვის ზიანის მომტანი რომ არ იყოს, რა თქმა უნდა. ფსიქოლოგ სალომე გელაშვილთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. ძალიან დიდი მადლობა სალომე მოგზაურობისთვის. მოდი თავიდან დავიწყოთ. რას ნიშნავს ეტიმოლოგიურად ემოციების რეგულაცია? დიახ. ემოციების რეგულაციაში იგულისხმება რა? ჯანსაღად და კონსტრუქციული გზებით ჩვენი ემოციების აღქმა, გაგება, გამოხატვა და მართვა. ჩემი ემოცია ეს იქნება დადებითი კონტექსტი თუ უარყოფითი, ასე ვთქვათ, ნეგატიური გამოვლინება, ისე უნდა, ასე ვთქვათ, მოხდეს საზოგადოდ, რომ არ დავაზიანო პირველ რიგში საკუთარი თავი და შემდგომ უკვე სხვა. აი მაგალითად, სრულიად ნორმა არის და ნორმის ფარგლებია, რომ მე შეიძლება განვიცადო ბრაზი, მე შეიძლება მქონდეს ბრაზის განცდა, მაგრამ ზუსტად აი ემოციური რეგულაციის სწავლების ფორმა არის, რომ ეს ბრაზი როგორ გამოვხატო ისე მე ადეკვატურად, რომ არ დავაზიანო არც საკუთარი თავი და არც სხვა. ანუ რა იგულისხმება ახლა ამ უარყოფით გამოვლენაში, რომ რაღაცა არ დავარღვიო, ეს არ მქონდეს უბრალოდ რაღაცა ეს აგრესიული გამოვლენებები, აგრესიული ქცევები, თუნდაც აი ყვირილი, ჩხუბი და ასე შემდეგ, ხო? ზოგადად ქართველებზე ვამბობენ ძალიან ხშირად, რომ ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და არ გვიჭირს ემოციების გამოხატვა, არც ბრაზის, არც სიხარულის, თუმცა რა არის ის, რაც ბავშვობაში უნდა გავითვალისწინოთ, აი სოციუმში სწორი ადაპტაციისთვის, აი მართლა რეგულაცია რომ მოვახდინოთ ჩვენი ემოციებისთვის? კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ემოციების რეგულაციის უნარი აუცილებლად არის დასწავლადი, ანუ ამისი სწავლა არის შესაძლებელი. ეს არ არის თანდაყოლილი. მართალია, ტემპერამენტი ჩვენ თანდაყოლილი გვაქვს, მაგრამ სწორედ აი კარგად აღნიშნეთ, ქართველებს მეტად გვიჭირდება ამაზე, ასე ვთქვათ, ძალისხმევის დახარჯვა, რადგან დასავლეთში ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან მძაფრად მიმდინარეობს ემოციური რეგულაციის დასწავლის სხვადასხვა ღონისძიებები. და აქედან გამომდინარე, აი როგორც აღნიშნე, დაბადებიდანვე ხდება უკვე ემოციური რეგულაციის დასწავლა. აი 0 თვიდან 2 წლამდე ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა რა? თუ ბავშვს დედის მიმართ გააჩნია სანდო მიჯაჭვულობა, დადებითი მიჯაჭვულობა, ამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ის ბევრ სხვა კრიზისებს, ცხოვრებისეულ კრიზისებს, ბევრად მარტივად და ადვილად გადის ადაპტაციას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 6 თვის ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია ჩვენი ემოციების ასე ვთქვათ, მეტყველების სახის აღქმა, ჩვენი ინტონაციის აღქმა და სწორედ ამიტომ ამბობენ ხოლმე მე, რომ პატარები ძალიან მანიპულატორები არიან. სხვათა შორის სალომე ერთი წამით გაგაჩერებთ, ეხლა ჩემთან შვილთან ურთიერთობაში შევნიშნე ესეთი რაღაცა, როცა იზრდებოდა ბუნებრივია, ზუსტად 1 წლიდან. როდესაც რაღაც მოხდებოდა, თუნდაც იქნებოდა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ხმაური, პირველი რეაქცია იყო, რომ მიყურებდა მე. რა რეაქცია მექნებოდა მე თუ შემეშინდებოდა, მასაც შეეშინდებოდა. ავტორიტეტის ფუნქცია არის სწორედ ამაში, რომ ანუ დედის საშუალებით სწავლობს, რომ მე აქ საფრთხე არ მემუქრება. იმიტომ რომ ჯერ სეპარაცია, ანუ გამოცალკევება ბავშვსა და მშობელში 3 წლამდე განსაკუთრებით არ ხდება. ანუ 3 წლის ასაკში ხდება მე ცალკეული ინდივიდის ჩამოყალიბება, ვინ ვარ მე კონცეფციის ჩამოყალიბება და აი ამ კრიზისს რო გადალახავს ბავშვი უკვე რო გავაგრძელოთ 4-დან 6 წლამდე ასაკში მეტნაკლებად უკვე იწყება ემოციური რეგულაციის, ასე ვთქვათ, დასწავლა. თუ მშობელს აქვს გამართული ემოციური ფონი, ხო? აუცილებელია და გასამახვილებელია ყურადღება რაზე, რომ თუ მე ჩემს შვილს ვასწავლი პირობითად თეორიულად რაღაცას, ემოციური რეგულაციის რაღაცას წრეზე დამყავს, სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოებს ვაკეთებინებ და დაინახავს, რომ მე გავბრაზდი და ჭიქავის როლე რაღაცა ანუ აგრესიული ქცევა მე ვერ ვმართე, ანუ არანაირი აზრი არ აქვს თეორიას.
ბავშვები ქცევის მოდელად ყოველთვის აღვიქვამენ ჩვენ. თუ კარი გავაჯახუნე, გააჯახუნე. თუ მაგიზე დავაბრახუნე, თუ ვიყვირე, იყვირებს და ასე შემდეგ, ხო? უფრო ისეთი მაგალითები, აი ბავშვის შეგრძნებები, ბავშვის აი იგივე ბრაზის გამოხატვა, იგივე თქვათ რაღაცაზე გაღიზიანებულია, ვერ მიიღო ის რაც უნდა და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ანუ რეგულაცია სიტყვა რასაც ნიშნავს, სწორად რომ მივაწოდოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში რაც ხდება, რომ აი როგორც თქვით ეს არის კონსტრუქციული გზა. პირველ რიგში ვაცნობთ სიტუაციას, ხო? რომ რა სიტუაციაში ვართ, რა სიტუაცია არის ირგვლივ, ვაკეთებინებთ ამის აღქმას, შემდგომ ხდება ამისი გაანალიზება. ანუ მაგალითად ერთ-ერთი ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, პირობითად ზრდასრულ ასაკში რომ რაღაც ადამიანი პრეზენტაციას აკეთებს და ზედოზირებით შფოთვა აქვს, იმდენად შფოთვა აქვს, რომ უკვე საკუთარ თავსაც კი, კარგავს კი. აი ამ შემთხვევაში კარგი იქნება რა, როდესაც მე ემოციური რეგულაციის უნარზე ვმუშაობ, რაციონალური ფიქრი ირთვება ამ დროს ჩემში, ხო? გადაჭრის პრობლემის გადაჭრის გზისკენ მივდივარ. და ამ შემთხვევაში რა ხდება, რომ პირველ რიგში, ასე ვთქვათ, უნდა გავაანალიზო ეს პრეზენტაცია ჩემთვის რა არის. ანუ შფოთვა, დაბრკოლება თუ შესაძლებლობა რომ მე განვითარდე ჩემი რესურსები და ჩემი ასე ვთქვათ, წარმატების გზისკენ გავიკვალო გზა. ანუ როგორც კი ამას ვაცნობიერებ, როგორც კი რაღაცა გაურკვევლობიდან გამოვდივარ, შფოთვის დონე იწევს და ჩემი ცნობიერება მაყურდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აი განსაკუთრებით ემოციის რეგულაციის უნარის არ ქონა, ნაკლებობა უბრალოდ ხო? პუბერტადის ანუ გარდატეხის ასაკის ბავშვებში არის უფრო მეტად და რატო? ეს განაპირობებს მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობის, ასე ვთქვათ, გამოვლენას და რას ნიშნავს ახლა ეს კონკრეტულად, რომ ფსიქოლოგიურ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული, აი მაგალითად, გარდატეხის ასაკში, პუბერტადის ასაკში ჯერ კიდევ არ არის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული პრეფრონტალური წილი, რომელიც ლიმბურ სისტემაზე არის კონტროლი აქვს ლიმბურ სისტემაზე, ხოლო ჩვენ ამ შემთხვევაში ახლა ლიმბური სისტემიდან რა გვაინტერესებს ქცევები და ემოციები. ინსტინქტები, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და აქედან გამომდინარე შესაძლებელია მოზარდს უნდოდეს კიდევაც რომ მაგალითად რაღაცა გააკონტროლოს, მაგრამ მის რესურსებს აღემატება ეს ყოველივე და ხდება ამისი დასწავლა უფრო კარგად. ასევე აი დაახლოებით ლიმბური სისტემის, ასე ვთქვათ, პრეფრონტალური წილის ჩამოყალიბება დასრულება საბოლოო სახით არის 20-დან 30 წლამდე ასაკში. თქვენ ახსენეთ გარდატეხის ასაკი და ამ პერიოდში განსაკუთრებით სათუთია ის ემოციები, ხშირ შემთხვევაში ან მალავენ, არ გამოხატავენ ემოციებს მოზარდები, ან ზედმეტად აგრესიაში გადადის და ზედმეტად აგრესიულები არიან. რატომ არის მნიშვნელოვანი აი სწორედ ეს დასწავლა და როგორ უნდა დავისწავლოთ? ცოტა მეუცნაურა ეს ტერმინი, რომ აი ემოციების რეგულაცია. კი, ვცდილობ თითქოს აი დამშვიდდი რაღაცას ესე ვიტყვი, თუმცა ამ ერთი სიტყვა დამშვიდითი შეიძლება უფრო აღელდეს ადამიანი. 2 საათი ვითმენ და მე ამოვიშვით, ხო? აი როგორ უნდა რა უნდა გავაკეთოთ? თქვათ იგივე მინი ტექნიკები ვახსენეთ, უკვე როგორ შეგვიძლია ეს დავამუშავოთ? დიახ, საკმაოდ რთულია გარდატეხის ასაკში ამისი ასე ვთქვათ აღმოფხვრა. იმიტომ რომ დაახლოებით 5-6 წლიდან უკვე ეს უნდა უფრო მანამდეც, მაგრამ 5-6 წლამდე ძირითადი უნარების, ასე ვთქვათ, შეძენა ხდება, რომლის განვითარებაც მიმდინარეობს მე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ თუ მე 5-6 წლამდე ასაკში არ ჩავდე რაღაცა კონკრეტული უნარი, ძალიან რთულად ხდება იმისი შესწავლა და თუნდაც ბავშვი როდესაც ტირის და რაღაცას აპროტესტებს, ხშირად ვერა არ იტირო. რატო არ უნდა იტიროს? ცოტა ხანი იტიროს. კარგი, თუ შენ ეს დაგამშვიდებს, იტირე. ანუ ესეც ხო არის, ხო შედის ემოციების გამოხატვაში, როცა ადამიანი უნდა დაიხარჯოს, იმიტომ რომ ჩვენც ახლა უფროსებიც როცა ვტირით, მე პირადად როცა ვტირი, ვივსები დადებითი ენერგიით შემდეგ, ხდება განახლება. ეს ასე ვთქვათ, არ ემოციური რეგულაცია სწორად აღნიშნეთ, რომ არ ნიშნავს იმას, რომ
ჩვენს ემოციებს რეპრესიები გავუკეთოთ, დავჩაგროთ, შევიკავოთ. არა, პირიქით, ემოციური რეგულაცია სწორედ ამას ნიშნავს, რომ მე ჩემი ბრაზის, მე ჩემი სიხარულის ისე გამოხატვა ვისწავლო, რომ არც საკუთარი თავი დავაზიანო და არც სხვა. და ემოციური რეგულაცია ხშირ შემთხვევაში მოიცავს ხოლმე და გულისხმობს ემპათიის, ანუ თანაგანცდის უნარს. აი, ამერიკელი ნეიროფსიქოლოგების დასკვნა არის ესეთი, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მოძალადის უკან, აგრესორის უკან დგას ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ემოციური რეგულაცია, თანაგანცდის უნარი. და ეს, ასე ვთქვათ, კონკრეტული რას მიიჩნევენ, რომ სხვისი ემოციების, ასე ვთქვათ, არ გაზიარება, საკუთარი ემოციების არ აღქმა და არ გაზიარება და ის, რომ მათ არის ამ ბრაზის მართვა. ეს ყოფილა, ასე ვთქვათ, როგორ ბრაზის მართვა არის ყველაზე საკრალური წერტილი, რომელსაც არა მარტო პატარები კი არა, უფროსებიც ხშირად ხოლმე რაღაცა სწავლობთ, მაგრამ ვერ სწავლობთ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ისეთი დეტალი. ფულია ნამდვილად გეთანხმებით, თუმცა აი თქვენ მოახერხეთ ბრაზის მართვა? საინტერესო. არ არსებობს, ანუ პირადად ჩემ თავზე თუ ავიღებთ, ალბათ დაახლოებით 80% შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვართ და ბუნებრივია, რომ რაღაცა ემოციები შეიძლება ბოლომდე ვერ დაკორექტირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიმუშაოთ ამაზე პირიქით. და ძალიან კარგი არის, ახლა ჩვენ ჩემთანაც მაგალითად გვაქვს რაღაც ცენტრში, რომ 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფსიქოემოციური მზაობა, რაღაცა ართერაპიული ტექნიკებით და რატო არის კარგი მაგალითად. აი რა ტექნიკაა, გაუბრაზდი და 10-მდე დაცვა, ხო, 8-მდე ყოფნის. ან ჯას უთქვა და 10-მდე დაცვა, თქვენი ტექნიკები რა არის? ანუ როგორი მომენტი არის ისეთ, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ, ტექნიკები ამუშავებს, თუ რაღაცა მანამდე არ დავამუშავებ. ანუ თუ მე როლურ თამაშებში არ შევიტანე ბავშვთან სიუჟეტები, არ მოხდა მათი პრობლემის ასე ვთქვათ გადაჭრა ისე რომ კი აუცილებლად რომ რაღაცა მაგალითად ემოციების ბორბალი რო შევუტანოთ ბავშვებს პირობითად რომ გავაცნოთ ეს ემოციური ბორბალი და თვითონ უნდა ისაუბრო რომ აი რა დროს ვარ მე გაბრაზებული, რა დროს ვარ მე ნაწყენი, ანუ შეიძლება ასევე და არც არის სავალდებულო რომ იცოდეს თითოეული ასე ვთქვათ ემოციის დეფინიცია, ანუ განმარტება ბავშვმა და პირიქით, ანუ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და რაღაცა განვუმარტოთ მათ ეს ემოციები, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, თუ მე რაღაცა ვიცი, ნაკლები შფოთვა მაქვს რაღაცა კონკრეტული საკითხის მიმართ. ყველაზე ხშირად და ყველაზე ისე ადვილი რომელ ასაკშია აი ამ ემოციების რეგულაციის დასწავლა? აი როგორც ვთქვით, თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვთან გვაქვს ჩვენ რაღაცა ადეკვატური, უბრალოდ სანდო დადებითი მიჯაჭვულობა, ამ შემთხვევაში საკმაოდ მარტივია შემდგომ უკვე განვითარების ეტაპებს მივყვეთ. ყველაფერი არის წინა, ასე ვთქვათ, პროცესზე დამოკიდებული. თუ გამოვტოვეთ სალომე ამ შემთხვევაში რა სირთულეებს შეიძლება შევეჯახოთ ემოციებთან მიმართებაში? ხშირ შემთხვევაში ვტოვებთ ხოლმე ამას, იმიტომ რომ მშობლებია ესე ვერ იცლიან ბავშვებისთვის, რომ ესე როლურ თამაშებით ესე აუხსნან, რაღაცეები განუმარტონ, ხდება ხოლმე, ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და ხშირ შემთხვევაში აი რთული მოცემულობა არის, როდესაც მაგალითად ემოციური რეგულაცია საერთოდ არ გააჩნია ბავშვს და ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, ხო? საკუთარ სარგებელზე რო გავიდეთ, მაგალითად ბავშვის სარგებელზე, ამ შემთხვევაში რა შეიძლება არ კონდეს მას? აკადემიური ხარისხის, ასე ვთქვათ, ნაკლები აკადემიური ხარისხი, სოციალურ წრეში, ასე ვთქვათ, სოციალური საკომუნიკაციო დონეზე ძალიან მწირი, ასე ვთქვათ, ურთიერთობები და ასე ვთქვათ, არ გააჩნდეს მას ინიციატივის გამოხატვის უნარი. ანუ როგორც ასე ვთქვათ, შევხედეთ, უფრო მეტად ინტროვერტი ადამიანების, ასე ვთქვათ, ჭრილში მივიდოდეთ, რომელსაც აი ჩაკეტილობაში გადადის, კი. და ზუსტად ანუ აუცილებელი არის ეს, აი ხანდახან არის ხოლმე მომენტი, რომ თუ მაგალითად
დაინახავენ, რომ რაღაცა ვერ გამოუვიდა ისე ამ ემოციის გამოხატვა, როგორც საჭირო იყო. კი არ სწავლობენ, იმიტომ რომ ბრძოლის უნარი აღარ გააჩნიათ. არამედ პირიქით, ანუ ყველაფერს და ყველას თავს არიდებენ და იკეტებიან. ანუ თავდაცვის მექანიზმი ერთვება ამ შემთხვევაში, ხო, განრიდება. და ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ ემოციურ რეგულაციას დადებითი იქნება თუ უარყოფითი ვისწავლო როგორ გამოვხატო, იმიტომ რომ ჩემი არ გამოხატული ემოცია არსად არ მიდის, არაცნობიერად რა დროს რომელ საკითხში გამოვლინდება, არ ვიცი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი მაგალითად ესეთი მოსაზრებაც არის, რომელიც დადასტურებულია მეცნიერულად, რომ კუჭის ნევროს როდესაც ამბობენ ფსიქოსომატური, ასე ვთქვათ, გამოვლენაა და რა ხდება? ჩემი მუდმივი გადაუმუშავებელი ფიქრები, ნეგატიური აზრები, რომელსაც ჩემი გონება განაგდებს უკან, აუცილებლად ის რაც მე ვერ გადავამუშავე ფსიქოლოგიურად, ხო? ჩემმა ორგანომ, ანუ გადამამუშავებელმა ორგანომ აიღო ამაზე პასუხისმგებლობა და გამოვლინდა ფსიქოსომატიკის. და ის რაც ვერ თქვი და ვერ გამოუშვი, დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვით, კი ბატონო. ზუსტად ესეა, იმიტომ რომ გამოუშვება ემოციები, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ არ გამოუშვათ, ან ვაკავებთ რაღაცნაირად, აუცილებლად აისახება ჩვენს ორგანიზმზე. სხვადასხვა დაავადებების სახით. ეს ფაქტია, დადასტურებულია მეცნიერულად. ძალიან დიდი მადლობა. ფსიქოლოგი სალომე გელაშვილი საუბრობდა ჩვენთან ერთად ემოციების რეგულაციაზე, ემოციების მართვაზე. გამოვხატოთ ეს ემოციები, ვისწავლოთ მათი მართვა და მაგალითი მივცეთ ბავშვებს, მოზარდებს ჩვენი ქცევის, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ. და რაც შეეხება ჩვენს მომდევნო თემას, ვაგრძელებთ სიუჟეტით, რომელიც ნიკოლოზ კილაძემ მოგვიმზადა, ქალთა კვირეული გვაქვსო ახსენეთ და მოდით გადავალოთ თვალი იმ ქალბატონებს, რომლებმაც ძალიან დიდი რაღაცეები გამოიგონეს. ისტორიაში არაერთი ქალი არსებობს, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოგონებებით გაამდიდრა, თუმცა მათ ღვაწლს ხშირად სათანადოდ არაფასებდნენ და მათი სახელები ჩრდილში რჩებოდა. ქალებმა შეძლეს არა მხოლოდ ინოვაციების შექმნა, არამედ მათი პრაქტიკაში დანერგვაც, რამაც კაცობრიობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც თავიანთი გამოგონებით სამყაროს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ნენსი ჯონსონი იყო ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც 1853 წელს შექმნა ხელით მართვადი ნაყინის აპარატი. მისი გამოგონება იმ დროისთვის საკმაოდ რევოლუციური იყო, რადგან მან ნაყინის დამზადების პროცესი გაამარტივა და გააიაფა, რამაც მის პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ჯონსონის აპარატი შედგებოდა ცილინდრის ფორმის კონტეინერისგან, სადაც იდო ნაყინის ნარევი და გარე ფენისგან, რომელიც ივსებოდა ყინულითა და მარილით. აპარატს ჰქონდა სახელური, რომლითაც მომხმარებელი ხელით ამოძრავებდა შიგნით ნაწილს. ამ პროცესმა ნაყინის სწრაფი და თანაბარი გაყინვა შესაძლებელი გახადა. ელიზაბეთ მეგი ამერიკელი გამომგონებელი და თამაშების დიზაინერი, რომელმაც 1904 წელს შექმნა თამაშის სახელწოდებით მონოპოლია, რომელიც 1930-იან წლებში კომერციულად დამკვიდრდა ჩარლზ დაროუს მიერ. მეგიმ შეიმუშავა თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური უსამართლობის ასახვას და ჰენრი ჯორჯის ეკონომიკური იდეების გავრცელებას. თამაშში მოთამაშეები ყიდულობდნენ და ყიდდნენ მიწას, იღებდნენ ქირას და კრებდნენ გადასახადებს, რაც აჩვენებდა როგორ იწევს მონოპოლია სიმდიდრის უთანასწორობისკენ. ელიზაბეთ მეგი არა მხოლოდ ინოვატორი, არამედ სოციალური აქტივისტიც იყო, რომელიც თავისი გამოგონებებით ცდილობდა ეკონომიკური სამართლიანობის იდეების გავრცელებას. მარია ბისლი, ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც გამოიგონა სამრეწველო ხელსაწყოები და სამაშველო ნავები. მან მიზნად დაისახა არსებული ნავების გაუმჯობესება და გადაუდებელ სიტუაციებში ნავებს საჭირო ადგილი გამოუყო. იზრუნა იმაზე, რომ ისინი უფრო უსაფრთხო და ეფექტური ყოფილიყო. მისი გამოგონება ფართოდ გამოიყენებოდა განსაკუთრებით კომერციულ გემებზე. მარიას ნავები ადვილად იკეცებოდა, რაც საშუალებას იძლეოდა გემებზე მეტი სამაშველო ნავები გაენთავსებინათ. ბისლის გამოგონებები გვახსენებს ინოვაციები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, ხშირად ქალების გონებიდან მომდინარეობს.
1940-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს ჰედი ლამარმა და კომპოზიტორმა ჯორჯ ანთეილმა სიხშირეთა ნახტომითი სპექტრის ტექნოლოგია, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება Wi-Fi, Bluetooth და GPS კავშირებში. მათი იდეა გულისხმობდა სიხშირეთა მუდმივად შეცვლას რადიოკავშირის დროს, რათა მტერს არ შეძლებოდა სიგნალში ჩარევა ან მისი აღმოჩენა. ეს ტექნოლოგია თავდაპირველად შეიქმნა სამხედრო მიზნებისთვის, განსაკუთრებით ტორპედოების უსაფრთხო მართვისთვის. ჰედი ლამარი დღეს ითვლება თანამედროვე უკაბელო კომუნიკაციის ტექნოლოგიების ერთ-ერთ პიონერად. მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი სიცოცხლეში სათანადოდ არ დაფასებულა, მისი ღვაწლი დღეს უკვე აღიარებულია. 1997 წელს ის დააჯილდოვეს ელექტრონიკის საზღვრების პიონერის ჯილდოთი, რაც მისი მეცნიერული წვლილის გვიანდელი აღიარება იყო. ჰედი ლამარი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კულტურის შესანიშნავი მაგალითია. ქალი, რომელმაც სილამაზესთან ერთად გენიალურობითაც გააოცა სამყარო. მარი ვან ბრიტან ბრაუნი იყო აფრიკელი მედდა და გამომგონებელი, რომელმაც 1966 წელს შექმნა მსოფლიოში პირველი სახლის უსაფრთხოების სისტემა. გამოგონების ისტორია ასეთია. ნიუ-იორკში ცხოვრებისას ბრაუნს ხშირად უწევდა გარკვეული დროის სახლში მარტო გატარება. ამ დროს მის უბანში კრიმინალი საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო პოლიციას სწრაფი რეაგირება ხშირად არ შეეძლო. ამან ბრაუნს მიცა მიზეზი, რომელიც დაეხმარებოდა გაეკონტროლებინა სახლი და უფრო დაცულად ეგრძნო თავი. დღეს სახლის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სისტემა, კამერები, ვიდეოზარები და სმარტფონით კონტროლი მარი ვან ბრიტან ბრაუნის ინოვაციის პირდაპირი შედეგია. მისი სახელით ამამად მოიხსენიება როგორც უსაფრთხოების ტექნოლოგიების პიონერი. ისტორია გვახსენებს, რომ ინოვაციას სქესი არ გააჩნია. ქალები ყოველთვის იყვნენ კაცობრიობის პროგრესის წინამძღოლები. ეს არის მოწოდება დავაფასოთ, ავღნიშნოთ და შევინარჩუნოთ ქალების წვლილი ინოვაციის ისტორიაში, რადგან მათი მიღწევები არა მხოლოდ წარსულს ეკუთვნის, ისინი მომავალსაც ქმნიან. ძალიან საინტერესო იყო და ქალბატონები როდესაც რაღაც გჭირდება განსაკუთრებით, მაშინ ცდილობ გამოიგონო და გაიადვილო საქმე. ამ შემთხვევაში მინდა გავიხსენო იმ ქალის სახელი ჯოზეფინ კოჰრენი, რომელმაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიგონა 1872 ეს როგორ გამოგჩა ნიკოლას? ყველაზე მთავარი ნივთი, რომელიც გვიდევს საერთოდ ზოგს სამზარეულოში, ზოგს კიდევ აბანოს ოთახში. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, მანქანის გათბობა მარგარეტ ვოლკოსმა გამოიგონა 1893 წელს, მანამდე ძრავის თბილი ჰაერით ვრჩებოდი, თუმცა ახლა ცალკე მომუშავე გამოიგონა, ესეც მე-19 საუკუნეში და მარია რას გამოიგონებდი შენ? რა გჭირდება ყველაზე მეტად არგი ფიქრია შეიძლება. მე გამოვიგონებდი, ალბათ დავამატებდი ფუნქციას მანქანებში, რომ გახდეს მფრინავი, მაშინ როდესაც არის განსაკუთრებით წვიმა ბათუმში და განსაკუთრებით დიდი და გრძელი საცობი და დრო, რომელსაც დაფარავ 5 წუთში, ფარავ 40 წუთში, ცოტა დასანანია ეს დრო, რომელსაც ვატარებ საცობში, ამიტომ აი ამ ფუნქციას დავამატებდი, ესე დავაჭერდი წითელ ღილაკს და გადავფრინდე ფანჯრიდან. არა, ფანჯრიდან არა. მანქანების რიგს გადაუფრენდი და მივიდოდი სახლში მშვიდობით. აი მას გამოვიგონებდი. ესეც წინ არის, ფიქრობ, მალე იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს ქვეყანაში 10 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ამბების დროა. სოფო ხელაძე, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ახალ ამბებს გაგაცნობთ 10 საათისთვის. ხულოში სოფელ საციხურში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სოციალურ გვერდზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ამერიკული ფარას კანონის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე იმსჯელა. უმრავლესობის განცხადებით განხილვების შემდეგ კანონს ისე მიიღებენ, რომ მასში ცვლილებები არ შევა და მიზანი მხოლოდ ქართულად არნაა. მთავარი თემა ერთ-ერთი პირველი ეს იყო ფარას კანონის გადმოქართულება, დავარქვათ ასე, იმიტომ რომ ჩვენ დავაანონსეთ და დღეს უკვე სიტყვა ამ შემთხვევაში საქმე გაქციეთ. დღევანდელი კომიტეტის მქონე ალბათ ქართული საზოგადოების ნაწილი ადევნებდა თვალს, რა დროსაც იურიდიულ კომიტეტზე მოხდა პირველი მოსმენის ფარგლებში, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, ამერიკული კანონის ქართულ კანონმდებლობასთან შესაძლებლობაში მოყვანა. ანუ ეს რას გულისხმობს? საზოგადოებას უნდა განუმარტოთ, რომ არც ერთი დამატებითი პუნქტი, სიტყვა, ფრაზა
ამერიკულ კანონში ჩამატებული არ იქნა და არ იქნება, აი ეს იქნება სამი მოსმენის ფარგლებში, ბოლომდე ასე მივალთ, მხოლოდ და მხოლოდ იქნება მორგება ქართულ ენაზე და საკანონმდებლო სივრცეზე. იმ დათქმებით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმე რომ ამაზე სპეკულაცია არ გაბედოს და არ შეძლოს, რომ არც ერთი დამატება, არც ერთი სიტყვის სახით ამ კანონში არ იქნება და ეს იქნება ერთი ამერიკული კანონი, განსხვავება იქნება სიდიდეში, იქნება უფრო მცირე ნაწილი. მამუკა მდინარაძე მედიის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, განმარტა, რომ ახალი ნორმებით, როცა სუბიექტს მოუნდება, ის მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ თავდასხმას, ფეიქ კამპანიას თუ ცრუ ინფორმაციას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ერთადერთი რაც იცვლება არის ის, რომ თვითრეგულირების ორგანოს გარდა მოქალაქე შეუძლია მედიის ესა თუ ის ქმედება გაასაჩივროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც. საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც აღიარებული, მიღებული, დაკანონებული იქნა საქართველოში, ოღონდ ეს ეხებოდა თვითრეგულაციის საკითხებს. ანუ მასზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდათ თავად მედია ორგანიზაციებს. განსხვავება იქნება მხოლოდ ერთი. ის, რომ როდესაც მოქალაქეს ან ნებისმიერ სუბიექტს, მოქალაქეს რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკოსი იქნება თუ არა პოლიტიკოსი, ჩვეულებრივი საჯარო თუ არასაჯარო პირი, მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა, ფეიქ კამპანია თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს ეს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ იქნებიან ჩართული. ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის. პარლამენტის ინიციატივით ქართულმა ოცნებამ და ხალხის ძალამ ერთობლივად მიმართა დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლე და სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებლის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა გაიმართება. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია მაღლობელი. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ასაშვებობის საკითხი, ასევე ის საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ. ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია მაღლობლისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. მზია მაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო დააკავეს. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან 13 საათზე მზია მაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართება. საქმეს ეხმიანება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანია დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, ისინი მზია მაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ხელი გაუშვი, ჩემი შვილი ამ ლოზუნგით თბილისში დედების მარში გაიმართა. დედის დღეს აქციის მონაწილეები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის შენობიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ გაიმართნენ. მსალობაში მონაწილეობდნენ პროევროპული აქციების დროს სისხლის სამართლის მუხლი დაკავებულთა დედები. 97 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულ ოცნებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხს. და გავიგოთ რა ხდება უცხოეთში. უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესაზე რუსული დრონები თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც გამოიწვია ქალაქში ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემების გათიშვა. განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს ხანძარი, დაზიანებული ავტომობილები და ნამსხვრევები მიწაზე.
პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მისი თქმით, ერთადერთი რაც რუსებს მისცა სანქციები იყო უკრაინას კი ჯაველინები. უკრაინის პარლამენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება შეერთებული შტატების მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან სამწლიანი ომის დასრულების მცდელობებში. განცხადება ინგლისურ ენაზე გავრცელდა თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის საჯარო კამათიდან 3 დღის შემდეგ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის ახლა უფრო გადამწყვეტია ვიდრე ოდესმე. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის ეკონომიკური სარგებლის მიცემა უკრაინის მომავლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას ემსახურება. ვენსმა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის შესახებ ტრამპის გეგმას რეალისტური უწოდა და ევროპის ქვეყნებს მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს უთხრან, რომ ომი სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს. ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათზე, მთავარი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი ისევ დილის ტალღას ვუთმობთ ეთერს დროებით გემშვიდობებით. დროებით სოფო, დროებით გემშვიდობებით, მადლობა ახალი ამბებისთვის, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და სულ რაღაც 9 საათი დარჩა ჩვენს გამშვიდობებამდე, გადავალოთ თვალი მცირე ანონს თუ რას იხილავთ გადაცემის ბოლო ნაწილში. გადაცემის მესამე ნაწილში დილით ამ წეს ჯიხურიდან მრავალტონიანი კონსტრუქციების მართვა, საღამოს კი ქართული მუსიკის ჰანგებზე ცეკვა, გაიცანით ქალი, ვისთვისაც ჩარჩოები არ არსებობს. სტერეოტიპები და პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების მიმართ. რა არის დისკრიმინაციის ძირეული მიზეზები და როგორ მოქმედებს ეს სტერეოტიპები ქალთა შესაძლებლობებზე კარიერაში, განათლებასა და პირად ცხოვრებაში. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც ნახეთ, დაგვრჩა სიუჟეტი და ძალიან საინტერესო თემასთან დაკავშირებით სტუმარი გვყავს მოწვეული. რაც შეეხება მომდევნო სიუჟეტს, ძალიან საინტერესოა. გადავავლოთ თვალი. ქალების თემაზე ვაგრძელებთ. ანა გოგიტიძის სიუჟეტი ვიხილოთ ქალზე, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები და ისეთი პროფესია შეითვისა, რომელსაც მაინც და მაინც ქალები ძირითადად არირჩევენ. ნახოთ თუ რა პროფესიაა, გავიცნოთ ამ ქალბატონს და შემდეგ საინტერესო თემით დაგებრუნდებით. ამჟამად მუშაობ ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში, ამ წეს ოპერატორად. მართავ ამ წეს, რომელიც მუშაობს საკონტეინერო ტერმინალში. თავიდან რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უკვე 6 წელია გასული ამ პროფესიით ვიმუშავებდი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი გახდებოდა. თუმცა, რატომღაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი იდეა იყო, რომ თავის დროზე გადაწყვეტე მესწავლა და მემუშავა თუნდაც ამ წეს ოპერატორად. ვიყავი ქალი და ყველას ქონდა გაოცებული სახე იმის გაგებაზე, როცა ვაპირებდი ამ წელზე მუშაობას. იმიტომ რომ ეს ისტორიული მომენტი იყო, რაღაცა ახალი ცვლილება და გამოწვევა ქალებისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც არასოდეს არ მქონია რაღაც წნეხი მამაკაცებისგან, რომ ან თუნდაც ვერ შეუძლებდი მე ამას, პირიქით მხარში მედგნენ ყოველთვის ყველგან, სადაც არ უნდა წავსულიყავი, განსაკუთრებით უფროსი თაობის ხალხი უფრო მეტად მიჭერდნენ მხარს. სამსახური ნამდვილად ცოტა არ იყოს, დამღლელია ხანდახან რაც არ უნდა იყოს. ისეთი ფსიქოლოგიური მომენტიც ჩემს პროფესიაში განსაკუთრებით. თუმცა ამის შემდეგ ყველაზე კარგ განწვრთვას ვაკეთებ აქ, განსაკუთრებით თიხაზე, როცა სიმშვიდეში მუშაობ თიხასთან და აკეთებ იმას, რაც შენ გინდა და ხანდახან არის ისეთი მომენტი, რომ უბრალოდ არც კი ფიქრობდი ხოლმე რისი გაკეთება გინდოდა, რისი გამოძერწვა, მაგრამ უცებ მუზა თავისით მოდის მუშაობის პროცესში და რაღაც უნიკალურს ქმნი ხოლმე. თიხაზე მუშაობისას ჩემი შთაგონების წყარო გახლავთ ძირითადად ბუნება, იმიტომ რომ უფრო მეტი წელი ვქმნი ხოლმე რაღაც ცხოველებთან ასოცირებულ დეტალებს ან ყვავილებთან და მცენარეებთან
idეებთან ასოცირებულ დეტალებს და შესაბამისად აქედან უფრო მეტად ბუნება არის ჩემი მუზა, ესე რომ ვთქვათ. სამსახურშიც გჭირდება კონცენტრაცია მუშაობის პროცესში და აქაც ეგრეა, რომ გჭირდება კონცენტრაცია და მუშაობა თიხასთან. საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა თიხასთან მუშაობა. ძალიან დამშვიდი, ფსიქოლოგიურადაც, მენტალურადაც და ძალიან ყველაფერზე საფიქრალადაც გაქვს დრო, როცა სიმშვიდეში მუშაობ თიხასთან და ნამდვილად ძალიან კარგია განტვირთვისთვის. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, რომ ყოველთვის მესწავლე ქართული ცეკვა და მეუბნო, თუმცა ოჯახური ეკონომიკური პირობების გამო ვერ შევძლია ვერასოდეს და ეხლა როცა მაქვს ჩემი ბიუჯეტი, ესე რომ ვთქვათ, ჩემს პატარა ბავშვობის სურვილებს ვისრულებ. როცა ვცეკვავ, რავი, გრძნობ, რომ ყველანაირად ვარ ქართველი პირველ რიგში, ძალიან მომაყოფ ამით და პლუს მაგას, რავი, რასაც ქვია, როგორც ყოველ ქართულ ცეკვაში არის ხოლმე, სისხლი მიდოხს ბოლომდე. ჩემს პროფესიას ცეკვა ალბათ გავს ენერგიით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ნელი სამუშაო პროცესი იყოს, მაინც ყოველთვის ცოტა დაძაბული ხარ, ეს დაძაბულობა იწვევს ადრენალინს და ცეკვასთან პარალელში ალბათ ზუსტად ესაა, რომ ცეკვის დროსაც საკმაოდ დიდ ადრენალინს ვგრძნობ. ძირითადად ისევ ქალები ვაკნენებთ საკუთარ თავს და ისევ ქალები ვფიქრობთ, რომ არ შეგვიძლია იმის კეთება, რაც მამაკაცებს, ვიდრე მამაკაცები გვიშლიან ამაში ხელს. ამიტომ ნამდვილად არასოდეს არავინ არ უნდა დაზოგოს საკუთარი თავი. უნდა გააკეთოს ყველა მის რისი გაკეთებაც სურს, თუნდაც უბრალოდ ელემენტარული ჰობი იყოს, ან თუნდაც ეს პროფესიული საქმიანობა იქნება, ის უნდა გააკეთო სიცოცხლის მანძილზე, რისი გაკეთებაც შინაგანად ნამდვილად უნდა შენს სურს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ რესპონდენტს, რომელმაც ესე თამამად დააფიქსირა თავისი აზრი და თამამად აირჩია პროფესია, ისე რომ არ მოусმინეს ხვებს და კიდევ ბევრი რამ ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბუნებრივია საუბარს და უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ ხშირად ქალებიც ვეწევით პოზიტიურ დისკრიმინაციას, ხშირად ქალების მისამართით. ჩვენ დაუნებურად თუ მიზან მიმართულად. როგორ და რატომ ყალიბდება სტერეოტიპები და როგორ უნდა დავამსხვრიოთ ისინი? ფილოსოფოსი ლალი ზაქარაძე, ჩვენი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გილოცავთ ქალთა კვირას. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ვისარგებლებ თქვენი ეთერით და გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულებს მიულოცავ ქალბატონებს დედის დღეს და მოახლოებულ ღამას. კი ბატონო, ქალები რომლებიც რომ დედაშვილობის მადლი და სიხარულის განცდა ქონოდეთ მუდამ და ფარავდეს დედაღვთისმშობელი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას კაცობრიობის ცხოვრებაში და უსურვებ ქალბატონებს ბედნიერებას, სიხარულს და ცხოვრების სიხარულს. ქალები, რომლებსაც ძალიან დიდი ტვირთი გვაწევს ხშირ შემთხვევაში ცხოვრების განმავლობაში და ძალიან ბევრი სტერეოტიპის და სხვაგვარი ხვდებით. საინტერესოა, აი ფილოსოფიური კუთხით რომ მივუდგეთ ხალბატონო ლალი, ზოგადად როგორ ყალიბდება ეს სტერეოტიპები, როგორ იბადება ეს სტერეოტიპები და რა უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ხელს. აი სულ დასაბამიდან რომ დავიწყოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღეს დღევანდელობიდან გამომდინარე, აქტუალობიდან გამომდინარე ამ საკითხის და ზოგადად ალბათ უნდა გავმარტოთ საერთოდ რა არის სტერეოტიპი, ხო, ეს არის რაღაცნაირ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული შეხედულებები. ამ შემთხვევაში ქალის თუნდაც კი შეიძლება მამაკაცის მიმართ, მათი როლის გაცნობიერების და მათი როლის აღქმის თვალსაზრისით და ეს სტერეოტიპული შეხედულება ხშირად არ შეესაბამება რეალურ მოცემულობას, რეალობას, ნასაზრდოებია თქვა გარკვეული ფაქტორებით, იქნება ეს ისტორიული, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა და შესაბამისად სრულადაც არ ამართლებს ხშირად იმ მოლოდინებს, აი რაც
მოდით ესე უწოდოთ, სოციალური მოლოდინი, ხო, რაც ჩვენ გვაქვს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დღეს შევაპარო და სამხურებაში რო არ დაგვდობრალი ქალის მიმართ სტერეოტიპებზე რო ვისაუბრებ, მამაკაცის მიმართ სტერეოტიპების შესახებ შეიძლება ჩავთვალოთ აგრეთვე ფრაგმენტებიც, ხო? და სტერეოტიპების ფორმირების პროცესი, ამიტომ მრავალმხრივი ფაქტორებით არის ნასაზრდოები და განპირობებული უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ კულტურული, ცხადია, ტრადიციული ფაქტორები. ესე იგი ყოველი ერის ხალხის ცხოვრებაში არის გარკვეული ტრადიციები, კულტურის ძირითადად ტრადიციებიდან მომდინარეობს. და აი ეს რაღაცა გავლენას ახდენს შემდგომ და ტრადიციის განმარტება თავისთავად გულისხმობს, რომ ტრადიცია ეს ისეთი რამაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, თქვათ ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ხო, ტრადიციის. გარდა ამისა, ეს შეიძლება ნაკარნახევი იყოს, თქვათ, გამოწვეული იყოს სოციალური მდგომარეობით, სოციალური ფაქტორებით, აი თქვათ, ოჯახის ტრადიციებით, აღზრდის ტრადიციებით, თქვათ, ხო, სოციუმში და ოჯახიც არის სოციუმი, ხო, ოჯახში ყალიბდება ადამიანი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხა, შემთხვევით არ იყო, რომ პლატონის თავის გენიალურ ნაშრომში, ხო, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტად არის აღიარებული სახელმწიფოში განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახის როლს სახელმწიფოში. ეს არის ინსტიტუცია, რომლის სიმყარეზეა დამოკიდებული სიმყარე და სტაბილურობა სახელმწიფოში, ხო? შემდეგ ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ ეკონომიკური ფაქტორები, ხო? იმიტომ რომ თქვა ტრადიციულად ქალები არ ფლობდნენ კერძო საკუთრებას, თქვა დღეს ეს რაღაც 100 წელია რაც გადალახულია ბევრი, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ესეც იწვევს გარკვეული სტერეოტიპია ამ თვალსაზრისით და შესაბამისად და სხვათა შორის სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მედიაც, სოციალური მედიაც, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ესე იგი რა ფოკუსით, რა რაკურსით თქვათ არის წარმოდგენილი კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი, თქვათ ქალი ამ შემთხვევაში ან მამაკაცი, თქვათ აი რა კონტექსტია წამოწეული საზოგადოებისთვის და რა საკითხია გააქტიურებული, ეს ხელს უწყობს თავისებურ აღქმას, ხო, საკითხს, იმიტომ რომ მედია როგორ მივაწოდებ მე? როგორ რასაკვირვე უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი თანამედროვე თქვათ საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობაც შეიძლება ქონდეს ამას, რომ დღეს მოგეხსენებათ, რომ უდიდესი გავლენა აქვს მედიას და მედია დიდი ხანია უკვე გასცდა კომუნიკაციის ფუნქციას მარტოოდენ და მედია არის ესე იგი არ მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება, არამედ მედია ითავსებს უკვე განათლების ესე ვთქვათ ფუნქციას, ხო, და ძალიან ბევრი ადამიანი დიახ და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა აი ამ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან მე მინდა დაუბრუნდე პირველს, კულტურას და ტრადიციას და როდესაც ჩვენ ქალის შესახებ რაიმე ტიპის დისკრიმინაციაზე საუბრობ, არ შემიძლია რომ ეს არ თქვა, იმდენად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია. მოგეხსენებათ, რომ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფენომენი არის ენა. ენა, ხო? ესე იგი ენა არის თქვათ სახლი ყოფიერების, ხო? მარტინ ჰაიდეგერი მოწამყვი ძალიან დიდი ფილოსოფოსი ასე აფასებს ენას მის მნიშვნელობას, იმიტომ რომ აქ ხდება ყველაფერი, ენაში აკუმულირდება ყველაფერი, ენაში აისახება კონკრეტული კულტურის მიღწევები და ენა თავისთავად ახდენს სამყაროს აღქმას, ხო, სამყაროს გამოხატვას. და ენაში ჩამოყალიბებული ცნებობრივი აპარატი, აი თქვათ, რა ტიპის ცნებები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებზე მიგვანიშნებს. და თუკი თქვენ და ჩვენ მოკლედ დავფიქრდებით, ესე იგი ნებისმიერ ენაში ქალი და კაცი, ანუ სქესი არის არსებითად განსხვავებული, ხო? გარდა ქართულისა. გარდა ქართულისა, დიახ. იმიტომ რომ ყველა ტრადიციულ ლექსიკონში რომ ჩავხედოთ, ან არსებობს ახლა ქართოლოგიაში არჩეული გამოკვლევები ამ თვალსაზრისით, ნახეთ ტრადიციულად საქართველოში დედაკაცი და მამაკაცი. აქ ენობრივ დონეზე, სემანტიკურ დონეზე განსხვავება არ ხდება.
ხო, აი რაღაცნაირად ეს პრობლემა ძალიან უცნაურია, მაგრამ ენობრივ დონეზე, როგორც კოდში, ეს განსხვავება არის ფაქტორად მოხსნილი. ენობრივ კოდში ეს დევს, თუმცა კულტურაში ჩვენ მაინც ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყო აი ისტორიულად თქვათ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს თქვათ ის რომ ქალისა და მამაკაცის თქვათ თანასწორობის იდეა ძალიან ადრე გახდა ქართული კულტურისთვის განსაზღვრელი ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პარადიგმა ხო ზუსტად ესე იგი არ მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში თქვათ რომ ჩვენ ყავდა თამარ მეფე ანუ სუდანი არამედ თქვათ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში ხო რომელიც არის ქართული რენესანსული და ჰუმანისტური აზროვნების უნიშნელესი ძეგლი და ამ დონეზე ასე თეორიულად არის დაფუძნებული თქვათ ეს თანასწორობა და უნდა დაისვა შემდეგ უკვე მაგრამ უკვე ყოფით დონეზე მოდით ამას უწოდოთ ჩვენ ეს არის დისკურსიული პრაქტიკები ხო თქვათ რომელიც ყოველდღიური ყოფითი პრაქტიკა ადამიანური ცხოვრების გვაქვს დიდი გარღვევები და დიდი პრობლემები და რომელზეც საუბარი და რომელზეც რეფლექსია მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო და აი ეს სტერეოტიპები, აი როგორ აისახება ზოგადად ქალთა შესაძლებლობებზე, აი კარიერაში, განათლებაში, მის პირად ცხოვრებაში, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ჩვენმა რესპონდენტმა რომ ჩვენ სიუჟეტი ვიხულეთ ერთად ბოლოში თქვა რომ ჩვენ ვუშლით ქალები საკუთარ თავს ბევრ რაღაცაში ხელს და ჩვენ ვაყენებთ დისკრიმინაციის საკუთარ თავს და თქვენ თქვით რომ არ ვეთანხმები. აი საინტერესო იცით რა, სწორედ იმიტომ და ეს კომპლექსი საკუთარ თავთან მიმართებაში ალბათ, იმიტომ ჩნდება რომ ეს სტერეოტიპები არსებობს და ეს სტერეოტიპები ძირითადად ოჯახის დონეზე კომუნიკდება. დიახ და ეს იმდენად დიდი გავლენის მქონეა, რა თქმა უნდა, ხო? ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანზე რომ რასაკვირველია უკვე ირთვება კომპლექსები და თვითაკრძალვის მექანიზმები, ხო? რაღაც თვით ასე ვთქვათ, კრიტიკის და ასე შემდეგ დათმობების და სხვადასხვა პრაქტიკები. ანუ რეალურად ეს პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ოჯახის დონეზე, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვნად იჩენს თავს სოციალურ ურთიერთობებში და შემდეგ ეს უკვე ვლინდება თქვათ კარიერულ სივრცეში, ხო, სადაც მოღვაწეობს ხალი, იმიტომ რომ იქაც თქვათ გვაქვს ეს ფაქტები. ხა, თქვათ ალბათ უნდა რაღაცეთ რამდენიმე кейსი რო განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს, ხო? აი ხა თქვათ ხალი ტრადიციულად ასოცირდება როგორც დედა, როგორც ოჯახის მოფუსფუსე, სამზარეულოსთან და მოსიყვარული არსება, ხო? ამიტომ ეს მისი უპირველესი მოვალეობაა და თქვათ რაღაც კარიერული წინსვლა ეს მიზნები თქვათ მეორე ხარისხოვნად შეიძლება იყოს ვინმესთვის მიჩნეული დიახ თქვათ ბევრისთვის ხო შესაძლებელია ჩვენ შევხვდეთ ქალების მიმართ ენობრივ პრაქტიკებში უკვე ენის სივრცეში რაღაცნაირად მათი მიღწევების თქვათ დამაკნინებელი შეფასებები ხო ან პროფესიებთან მიმართებაში დღესაც რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგვეჩვენოს დღესაც რჩება ეს სახეზე ასე მაგალითად თქვათ აი ეს ქალის საქმე არ არის თქვათ მძღოლობა ქალის საქმე არ არის ხო ქალი როგორც წესი უნდა იყოს ცუდი მძღოლი თუმცა შეგვიძლია ნამდვილად დავეთანხმებით ალბათ რომ შეიძლება ბევრი მამაკაცი მძღოლიც იყოს თქვათ ცუდი ხო ამიტომ განსაკუთრებით აი სხვა რეკლამების დროს მე არ გულისხმობ უბრალოდ რეკლამას არ გულისხმობ პროფესიული რეკლამების დროს ხშირად ვკიდებ ხოლმე თვალს წინა პლანზე მოდის ქალის როგორც სექსუალური ლტოლვის ობიექტის ფარული დისკრიმინაცია რა თქმა უნდა და შეურაცხყოფელია ხო როდესაც არ ხდება თქვათ იმ პროფესიული უნარჩვევების მიღწევების ანუ თეორიული დონის წარმოჩენა და რაღაც ვიზუალურ მხარეზე გადადის აქცენტი თქვათ აი რაიმე ტიპის რეკლამის არ მინდა რომ კონკრეტულად დავასახელო თქვათ რაღაც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია ის საქმე და ის პროექტი ვიდრე ის რომ რა სურათია დადებული
ვთქვათ, ამ შემთხვევაში აი ამ რეკლამაზე, ხო? თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახის ტრადიციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ფეხს შედგამს სასწავლებელში, უმაღლეს სასწავლებელზე მაქვს საუბარი, თქვენ ასწავლით ასევე და ძალიან ბევრ სტუდენტთან გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია. აი როგორ ფიქრობთ, განათლება როგორ უნდა მოახდინოს ამ სტერეოტიპების შემცირება? ამ როგორ თქვენ როგორ ახერხებთ და როგორ გამოვიდეთ? უმნიშვნელოვანესია. უბრალოდ ას დავასრულებ დღესაც თქო რომ ახსენე, აი წარმოვიდგეთ დღესაც არის რაღაც პროფესიები, სადაც თქვათ ჯგუფში, თქვათ 80 კაცში ან 60 სტუდენტში ერთი ან ორი გოგონა გამოჩნდება, ამ პირიქით ერთი ან ორი, აი როგორც წესი, თქვათ, რა გავლენას ახდენს დისკრიმინაცია პროფესიის არჩევაზე, რომ დავაკონკრეტოთ, გავლენა ამ სახის არის, რომ მიჩნეულია რიგი სპეციალობები, როგორც მასკულინური და რიგი სპეციალობები, როგორც აი, თქვათ, განსაკუთრებით პედაგოგიური, თქვათ, ჰუმანიტარული დარგები, რაღაცა ქალებისთვის პროფესია. თუ კი ჩვენ საკითხს დავსვამთ, რა შეიძლება, ხო, აი ამ ძალიან ესე იგი, ჩვენ საკითხი უნდა დავსვათ ესე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და დღეს ახლა ამ საკითხის რაღაცა ესეთი განხილვები ახლა, ну როგორ გითხრათ, ხო, უბრალოდ საკითხი აქტუალურია. არის რაღაცის ფარული და შეუმჩნეველი შეზღუდვების დისკრიმინაცია, რასაც შეიძლება ერთი შეხედვით ვერ კარიერულ წინსვლაში ვთქვათ, ხო, რომ ვთქვათ წინსვლის რეალიზების უფრო მეტი შესაძლებლობა, ანუ თანაბარი შესაძლებლობები რომ იყოს დაცული, ხშირად არის სახეზე, როდესაც ვთქვათ უპირატესობა მამაკაცს ენიჭება, თუმცა კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს შენიშვნა ამ კონტექსტში, რომ როდესაც ჩვენ ვთქვათ საუბრობთ ამ შემთხვევაში კარიერულ წინსვლაზე და პროფესიულ წინსვლაზე, ჩემს აზრით ცალსახად, ესე იგი, უმაღლესი ნომერ პირველი კრიტერიუმი ორივე შემთხვევაში უნდა იყოს უნარჩვევები, ხო, პროფესიული და პიროვნული. დღეს აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად დაიკარგა პიროვნება და ეს იმდენად ცუდ გავლენას ახდენს შემდეგ მთელი რიგი სფეროების მუშაობაზე. ნუ ეს რა, როგორ გითხრათ, ძალიან რთული თემაა. კონკურენციის, შრომის ბაზრის, თანამედროვე სამყარო და აი ეს რაღაცნაირად სწრაფვა კომფორტისკენ, რომელიც ადამიანს მარტივი გამომუშავება, თასის მარტივი. ეს არის მთავარი მიზანი, ხო, ამ შემთხვევაში და ძალიან ბევრი რამ უკანა პლანზე გადადის და ეს აისახება, იცით, ძალიან უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე, ასე ვთქვათ. ხალბატონო ლალი, იცით რა არის საინტერესო, კიდევ აი რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზოგადოებაში ისეთი, რომ აი ქალთა მიმართ აი მაქსიმალურად შემცირდეს ეს სტერეოტიპები. აი ჩვენ ქალებს ამ შემთხვევაში გვაქვს ამ შემთხვევაში დიდი როლი. რა ნაბიჯები? ნუ გარდა მედიისა, ხო? აი რა ნაბიჯები უნდა იყოს ეს? უპირველესი მაინც მე ვფიქრობ, რომ არის განათლება, ხო? განათლება ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საზოგადოების ცნობიერების ტრანსფორმაციის, ხო? ანუ საგანმანათლებლო პროექტებს და ზოგადად ფუნდამენტურ განათლების ხაზებს, სადაც უნდა იყოს დღის წესრიგში, თქვათ, აი რაღაც ეს საკითხები, ხო, აქტუალური და იქნებ ბოლოს მაინც რაღაცად მოგჩეს დრო იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში თუ კი არ ხდება რაღაც საკითხის რეაქტუალიზება და ამ საკითხზე ფოკუსირება, ხშირად გარკვეული საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. აი თქვა ადამიანი განსაკუთრებულად არ ფიქრობს ამაზე. ეხლა ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება დავასახელო, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებში არ ჩანს. და აი რაღაც დონეზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქნება ეს ზოგადი განათლების სისტემა თუ უმაღლესი განათლების სისტემა. ხა ამ თვალსაზრისით მაგალითად მე სწორედ ეს გავითვალისწინე, ბარე აქვე ვიტყვი და ბათუმის შოთა რუსთავის სახელმწიფო მოკლედ უნივერსიტეტში 2 წელია რაც ჩაირთო ახალი სამაგისტრო პროგრამა, ახალია სრულიად, დიახ, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში სამაგისტრო პროგრამაში არის 3 მოდული, ეს არის ევროპეიზმი საქართველოში, ეს არის ეთიკა და გამოყენებითი ეთიკა, რომელიც აგრეთვე უმნიშვნელოვანესი პრობლემების სპექტრის ანალიზს მოიცავს, კვლევას და სწავლებას და ერთ-ერთი მოდული გახავთ პოლიტიკური ფილოსოფიის მოდული, სადაც საგანგებო კურსის სახით შემოვიღებ ფემინისტური პოლიტიკური ფილოსოფია. ფემინისტური თეორიები შეიძლება ჩვენ ვნახოთ სხვადასხვა პროგრამებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ ფემინისტური პოლიტიკური ფილოსოფია არ. ამიტომ აი აქ ხდება იმ პრობლემების დისკუსირება, მათ შორის კრიტიკული განხილვაც, ხო? აი შესაძლებელია რომ თუ არ ვიქნები მაგალითად სტუდენტი დავესწრო ამ ლექციებს. თავისუფალი დასწრება. დიახია, ჩვენ კარები მომწადით კი ბატონო გეოლდე.
მიღებით და ვფიქრობ, რომ ზოგადად არა მხოლოდ, ესე იგი, ეს აი ამ საკითხების შესახებ საუბარი, მე ერთი რამ მინდა, არ ვიცი, ამას დასკვნის სახით ჩამითვლით თუ შესავლის სახით, მაგრამ როდესაც ამ პრობლემებზე საუბრობთ, რაღაც ქალთა დისკრიმინაციის შესახებ, ან თქვათ რაღაც გენდერული თანასწორობის პრობლემების შესახებ, დღეს ეს ტერმინი მოგეხსენებათ აქტუალური აღარ არის და რაღაც აგრეთვე არის მცდელობები, რომ რაღაცნაირად შეიცვალოს თუ ჩანაცვლდეს, თუმცა სამართლის ენის სემანტიკაც ვერ შეცვლის და ვერ მოაგვარებს პრობლემებს მოგეხსენებათ, ხო? ჩვენ რაც არ უნდა ტერმინოლოგიით შევცვალოთ, ეს პრობლემები რჩება და ითხოვს მოგვარებას და ამიტომ როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ და ხშირად ამ თემებზე საუბარს გარკვეული ირონიას დევს ძალიან ვთქვათ, ბევრ ადგილას და ბევრი ადამიანის მხრივ, ერთი რამ მინდა გავაკეთო კომენტარი, რომ როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა აი ამ საუბრების და კვლევების ან მთელი რიგი პროგრამების განხორციელების მიზანი არის ის, რომ რაღაცა ქალი დაუახლოვდეს მამაკაცს და ქალი და მამაკაცი რაღაცა მოკლედ აითქვიფოს ერთმანეთში, არც ერთ შემთხვევაში არ. ეს ემსახურება ერთ უდიდეს მიზანს, რომ ჩვენ შევქმნათ უკეთესი საზოგადოება. ჩვენ ავაშენოთ, ესე იგი, ჩამოვაყალიბოთ უკეთესი საზოგადოება, უფრო სრულყოფილი საზოგადოება, სადაც რეალიზებული იქნება ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, როგორც დემოკრატიის, როგორც ადამიანის უფლებების უმთავრესი გაგების საერთოდ ფუნდამენტური პრინციპებია. ხო, ეს არის თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანური ღირსება და უფლება, ხო, უფლება. ამიტომ ეს ის ცნებებია, რომელიც საფუძვლად უდევს ყველაფერს, ხო? სამართლებრივ აზროვნებას, სამართლის სისტემებს, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სწორედ ამ პრინციპების რეალიზების უკეთესი ფორმების ძიების პროცესია ეს დისკუსიები და ეს მინდა რომ სმენელმა სწორად გაიგოს მე მაშინ როდესაც ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ, ადგილი აღარ დარჩება უკვე სტერეოტიპებისთვის და დისკრიმინაციისთვის. ძალიან დიდი მადლობა. თემა უაღრესად საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო რესპონდენტთან საუბრობდით, ფილოსოფოსი ლალი ზაქარაძე. ძალიან დიდი მადლობა და სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. სამწუხაროდ ამით უნდა დაგემშვიდობოთ, გაუფრთხილდით ქალბატონებო საკუთარ თავებს და მაქსიმალურად ეცადეთ რომ დააღვიოთ ყოველგვარი სტერეოტიპი, იმიტომ რომ სტერეოტიპები არ არსებობს. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით.